ვინ ლაპარაკობს? არწმუნმა გავარვარებული ლულა ძირს დაუშვა, ხელის ზურგით ოფლისა და ცრემლების მოწმენას სცადა, მაგრამ ხელი თვალებამდე ვერ მიიტანა, ერთ წინაღი უშლიდა. იქნებ მოეხსნა და ჯანდაბაში მოესროლა, რაღა მნიშვნელობა ჰქონდა. გონი ავადმყოფები ავტომატების ჯერზე ხმამაღლა ღრიალებდნენ, მას რატომ გამორბოდა სულ უფრო და უფრო მეტი ავადმყოფი ვაგონიდან ტყვიისკენ, თუ გრუხუნი არ ესმოდათ, თუ ვერ ხვდებოდნენ რომ მათ დახვრეტდნენ, რისი მედი ჰქონდათ, თუ უკვე აღარც მათთვის ჰქონდა რამეს მნიშვნელობა. პლატფორმის გახსნილი გასასვლელი რამდენიმე მეტრზე დასივებული სხეულებით იყო ჩახერგილი. ზოგიერთი ჯერ კიდევ მოძრაობდა, გროვის სიღრმიდან ვიღაცის კვნეს ააღწევდა. ავადმყოფები ერთმანეთს ეკვრონდნენ, რომ ტყვიებისთვის თავი დაეღწიათ. არწმუნმა დანარჩენი ავტომატიანები მოათვალიერა. მხოლოდ მას უკანკალებდა ხელები და მუხლები, თუ სხვებსაც არც ერთი მათგანი ხმას არ იღებდა. თავიდან მეთაურიც კი დუმდა, ისმოდა როგორ ხრიალებდა გადატენილი მატარებელი, როგორ ცდილობდნენ ხელის შეკავებას და როგორ ახველებდა გვამების ქვეშ მომწყდეული მომაკვდავი. მხეცებო, არამზადებო, მე ხომ ჯერ ცოცხალი ვარ, როგორი მძიმეა. მეთაურმა მაინც ესროლა, მოუჯდა გვერდით და საცოდავს მჭიდი დააცალა. დააჭირა სასხლე ცხელი და არაუშვია, სანამ ცარიელი იარაღის ჩხაკუნი არ გაისმა. მერე წამოდგა, თავის პისტოლეტს დახედა. რატომღაც შარვალზე შეიწმინდა და ხრინწიანი ხმით დაიყვირა. სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ლაზარეთის ნებართვის გარეშე დატოვება დაიჯება ამიერიდან. სიმშვიდე გვამებს რა უყოთ, კითხეს მას. უკან შეყარეთ მატარებელში, ივანენკო, აქსიონოვ, მიხედეთ. წესრიგი აღდგა. არწმუნ შეეძლო თავის ადგილზე დაბრუნებულიყო და დაძინება ეცადა. ერთ საათს მაინც თუ წათვლებდა მომდენო მორიგეობას ფეხზე დგომას შეძლებოდა. სხვანაირად გამოვიდა. ივანენკომ უკან დაეხია. თავი გაიქნია. უარი თქვა ჩირქიანი დაშლილი სხეულებისთვის ხელის ხლებაზე. მეთაურმა იარაღიანი ხელი გაიშვირა მისკენ. დაავიწყდა რომ ტყვეები გაუთავდა. ბოროტად დაიხრიალა, მერე სასხლეს გამოჰკრა ტყუილად. ივანენკომ წამოიყვირა და გაიქცა. და ამ დროს ერთ-ერთმა მებრძოლმა, რომელსაც ხველება ლამის აღჭობდა, ავტომატი გადმოიღო და მოუხერხებლად ცერად გაუყარა ხიშტრი მეთაურს ზურგში. მეთაური არ წაქცეულა, ნელ-ნელა შებრუნდა მისკენ, ვინც დაარტყა და ხმადაბლა ჰკითხა: ეს რა გააკეთე შეძაღლო? შენ ყველას ამოგხოცავ მალე. სადგურზე ჯანმრთელი არავინაა. დღეს ჩვენ შევყარით ისინი ვაგონში, ხვალ კი ჩვენ შეგვყრი ასე. უყირო და დამას დამრტყმელი. ცდილობდა მეთაურის ზურგიდან ავტომატი ამოეძრო, მაგრამ რატომღაც არ ესროდა. არავინ ჩარეულა. არწიომის კი, რომელმაც ამ ორისკენ ნაბიჯი გადადგა, რომლის რაღაცის მოლოდინში გაშეშდა. მებრძოლმა ბოლოს და ბოლოს გამოაძრო ხიშტი ზურგიდან. მეთაურმა თითქოს ზურგის მოფხანას ცდილობსო, ჭრილობისკენ წაიღო ხელი, მერე მუხლებზე დაეშვა, ხელებით სლიპინა იატაკს დაეყრდნო. თავი გაიქნია, გონს მოსვლაც ცდილობდა თუ გაღვიძებას. მეთაურისთვის ტყუის დამატებას ვერ ამიბედავდა. მეამბოხე მაც კი, რომელმაც დაჭრა შეშინებულმა დაიხია უკან, მერე კი აირწინაღი მოიგლიჯა და მთელი სადგურის გასაგონად იყვირა. ძმებო, გვეყოფა მათი წამება, გაუშვით. ისინი მაინც დაიხოცებიან, ჩვენც დავიხოცებით. ჩვენ რა ადამიანები არ ვართ? არ გაბედო, მეთაურის ხრიალი არავის გაუგონია. ავტომატიანები ბუზღუნით თათფირობდნენ. ვაგონს ერთ ადგილას გისოსები მოგლიჯეს, სხვა ადგილასაც. მერე ვიღაცამ მოთავეს სახეში ესროლა და ის უკან გადავარდა. დანარჩენ მკვდრებს დაეცა, მაგრამ უკვე გვიან იყო. ავადმყოფები გამარჯვებული ღრიალით გამოცვიდნენ მატარებლიდან დარბაზში, მოუხერხებლად გარბოდნენ გაძვალტყავებული ფეხებით. დაბნეულ დარაჯებს ავტომატებს გლეჯდნენ ხელიდან და უმისამართოდ გარბოდნენ. ზოგი დარაჯი ჯერ კიდევ ესროდა ავადმყოფებს, დანარჩენი კი მათ შეერივნენ და მათთან ერთად სხვადასხვა გვირაბისკენ გაიქცნენ. ნაწილი ჩრდილოეთით სერპუხოვსკაიასკენ, დანარჩენები სამხრეთით ნაგატინსკაიასკენ. არწმუნი ადგილიდან არ დაძრულა, უაზროდ მიშტერებოდა მეთაურს, რომელიც სიკვდილს ებრძოდა. ჯერ 4-ით მიცოცავდა წინ, მერე ადგა და სადღაც წავიდა. ეხლა გელოდებათ სიურპრიზი. გეგონათ მზად არ ვიქნებოდი? ბუტპუტებდა ის. მისი უაზრო მზერა არწიომზე შეჩერდა. წამით გაირინდა, მერე კი ჩვეული ხმით, რომელიც ვერ იტანდა დაუმორჩილებლობას, დაიღრიალა. პოპოვ, რადიო გადამცემ ოთახში წამიყვანეთ. ჩრდილოეთის ბლოკპოსტი უნდა გავაფრთხილო, რომ ჭიშკარი გადაკეტოს. არწიომი მხარში შეუდგა და ერთად მძიმედ ჩაუარეს დაცარიელებულ მატარებელს. მოჩხუბარ ადამიანებს, ნაგვის გროვებს, ჯიხურებს, სადაც ტელეფონი იდგა. ჭრილობა სასიკვდილო არ ჩანდა, მაგრამ მეთაური ბევრ სისხლს კარგავდა. სანამ რადიო გადამცემ ოთახში მივიდნენ, მეთაურმა გონება დაკარგა. არწიომმა კარს მაგიდა მიადგა. შიდა სატელეფონო
კომუტატორის მიკროფონი აიღო და ჩრდილოეთის საგუშაგო გამოიძახა. მოწყობილება ჩხაკუნებდა, ხრიალებდა და საეჭვოდ დუმდა. თუკი ამ ლიანდაგის გადაკეტვა დაგვიანებული იყო, არწიომს დობრინინსკაია მაინც უნდა გაეფრთხილებინა. ის ტელეფონს მიუვარდა, პულზე განთავსებული 2 ღილაკიდან ერთ-ერთ დააჭირა და რამდენიმე წამს შეიცადა. აპარატი ჯერ კიდევ მუშაობდა. თავიდან ყურმილში მხოლოდ ექო ჩურჩულებდა. მერე ჭრიჭინი გაიცმა და ბოლოს ზარიც გავიდა. 1 2 3 4 5 6 ღმერთო ნეტავ უპასუხონ. თუკი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, უნდა უპასუხონ, შანსი უნდა მისცენ. ნეტავ უპასუხონ, სანამ ავადმყოფები სადგურის საზღვრებს მიაღწევენ. არწიომი მზად იყო სული არ გავიმეორებ, ოღონდ კი კაბელის მეორე მხარეს ვინმეს ყურმილი აეღო. და ამ დროს შეუძლებელი მოხდა მეშვიდე ზარი შუაზე გაწყდა. მოისმა კუნესა, მერე ჩხუბის ხმა და ამ ხმაურში ვიღაცის გაბზარული მღელვარე ხმა გაისმა. დობრინინსკაია გისმენთ. გალია ნახევრად სიბნელეში იყო ჩაფლული, მაგრამ ჰომეროსისთვის ეს მკრთალი სინათლეც კი საკმარისი იყო, რომ დაენახა. პატიმრის მეტისმეტად სუსტი, უსიცოცხლო სხეული ბრიგადირს ნამდვილად არ ეკუთვნოდა. გისოსებს მიღმა ძალაგამოცვლილი საფრთხობელა იჯდა. მგონი მცველი, მკვდარი, მაგრამ ჰანტერი სად უნდა წასულიყო? მადლობა, ცოტაც და ვეღარ დაგელოდებოდი. მოისმა ყრუდ, იქ ვიწროდ ვიყავი. მელნიკი თავისი ეტლით ჰომეროსზე სწრაფად შეტრიალდა და ბრიგადირი დაინახა, რომელიც გასასვლელში იდგა და სადგურზე გამოვალ გზას კეტავდა. ეს შენ ხარ? მელნიკს სახის კუნთი აუთამაშდა. ჯერ კიდევ უცნაურად ჩაახველა ჰანტერმა. ჰომეროს რომ არ სცოდნოდა, რომ ჰანტერმა სიცილი არ იცოდა, ნამდვილად მოტყუდებოდა და ამას სიცილად ჩაუთვლიდა. რა გჭირს სახეზე რა დაგემართა? კითხა მელნიკმა და ხელის აქნევით დაცვას გარეთ გასვლა ანიშნა. ჰომეროსი დარჩა. არ შენ ხარ საუკეთესო ფორმაში. ბრიგადირმა ისევ ჩაახველა. სისულელია დაიმანჭა მელნიკი. სამწუხაროდ ვერ გადაგეხვევი. ჯანდაბა, სად დაიკარგე? რამდენს გეძებდით? ვიცი, მჭირდებოდა მარტოობა. ნაწყვეტ ამოღერღა ჰანტერმა. მე ადამიანებთან არ მინდოდა. სამუდამოდ მინდოდა წასვლა, მაგრამ შემეშინდა. რა მოხდა მაშინ შავებთან? მათგან ხარ ასე? მელნიკმა ლურჯ ნაწიბურებზე ანიშნა. არაფერი, მათი განადგურება ვერ შევძელი. ბრიგადირმა ნაიარევზე დაიდო ხელი. ვერ შევძელი, მათ მე დამიმორჩილეს. არადა შენ მართალი აღმოჩნდი, მოულოდნელად გაცეცხლდა მელნიკი. მაპატია რომ თავიდან ყურადღება არ მივაქცია, არ დავიჯერე. ჩვენ მაშინ ისეთი სიტუაცია გქონდა, ხო გესმის, მაგრამ ჩვენ ვიპოვეთ ისინი დედაბუდიანად ამოვბუგეთ. ფიქრობდით რომ შენ ცოცხალი აღარ იყავი, რომ მე ისინი შენ გამო შენთვის ყველა ბოლომდე გამანადგურე. ვიცი, ხრინწიანად თქვა ჰანტერმა. მათაც იცოდნენ რომ ასე იქნებოდა. ჩემ გამო. მათ ყველაფერი იცოდნენ, მათ ადამიანების დანახვა შეეძლოთ, ყოველი მათგანის ბედის. შენ არც კი იცი, ვიზი ავწიათ ხელი. ბედმა უკანასკნელად გაგვიღიმა. ისინი გამოგვიგზავნა, კიდევ ერთი შანსი მოგცა. ჩვენ კი მე ისინი გავწირეთ, თქვენ კი შეასრულეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ასეთები, იმიტომ რომ ურჩხულები ვართ. რა? მათ ჩემი თავი მიჩვენეს. თითქოს სარკეში ვიყურებოდი და ყველაფერს ისევ ხედავდი როგორც არის. საკუთარ თავზე ყველაფერს მივხვდი. რატომ დაგვემართა ასე? რაზე ლაპარაკო? მელნიკმა შეშფოთებულით გახედა კარს. ხომ არ ნანობდა დაცვის გარეშე რომ იჩქარა? გეუბნები, ჩემი თავი მათი თვალებით დავინახე, როგორც სარკეში. გარეგნობა კი არა, შინაგანი სამყარო. შირმას ამოფარებული. მათ გამოიყვანეს სარკესთან, რომ ჩემთვის ეჩვენებინათ. კაცი ჭამია ურჩხულისთვის. ჩემივე თავის შემეშინდა. გავიღვიძე. ადრე თავს ვიტყუებდი, ვამბობდი ვიცავ მეთქი, ვიტყუებოდი, უბრალოდ მშიერი მხეცივით ვღადრავდი ყელს. მხეცზე უარესად, სარკე გაქრა. ეს შეგრძნება კი ეს დარჩა. გაიღვიძა და დაძინება აღარ უნდოდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამის შემდეგ თავს მოვიკლავდი. რისთვის უნდა მეცხოვრა, მე კი არ გავაკეთე, მე უნდა მებრძოლა. ჯერ მარტოს რომ არავის დაენახა ადამიანებისგან შორს. მეგონა თვითონ დავიჯიდი თავს, რომ მათ არ დავესაჯე. მეგონა ტკივილით გავაძევებდი მას. ნაიარევებს შეეხო. მე მივხვდი, რომ ადამიანების გარეშე ის მომერეოდა. თავი მავიწყდებოდა და დავბრუნდი. მათ ტვინი გამოგირეცხეს. მძიმედ წარმოთქვა მელნიკმა. არა უშავს, უკვე ყველაფერმა ჩაიარა. ბრიგადირმა ნაწიბურებს ხელი შეუშვა და ხმა შეეცვალა. ისევ ყრუდ, უსიცოცხლოდ ალაპარაკდა.
თითქმის ყველაფერმა ის ისტორია დიდი ხანია დასრულდა. რაც მოხდა, ჩვენ ახლა მარტონი ვართ, უნდა გამოვძვრეთ, მაგრამ ამის სათქმელად არ მოვსულ ვარ. ტულსკაიაზე ეპიდემიაა, შეიძლება სევასტოპოლსკაიაზეც გავრცელდეს და წრიულზეც. ჰაერწვეთოვანი გზით გადამდებიც ცხელება, სასიკვდილოა. ჩემთვის არ მოუხსენებიათ, მელნიკი ეჭვით შესქეროდა. არავისთვის არ მოუხსენებიათ, ეშინიათ, იტყუებიან, მალავენ, არ იციან რა გააკეთონ. ჩემგან რა გინდა? მელნიკი ეტლით მიუახლოვდა. შენც კარგად იცი, საფრთხე უნდა აღმოიფრას, ჟეტონი მომეცი ხალხი, ცეცხლმტყორცნები, უნდა დაიხუროს და გაიწმინდოს ტულსკაია. საჭიროების შემთხვევაში სერპუხოვსკაია და სევასტოპოლსკაიაც. იმედია, ამის იქით არ წასულა ეპიდემია. ყოველი შემთხვევისთვის სამი სადგური ამოვწყვიტოთ? ჩაიკითხა მელნიკი. რომ დანარჩენები გადავარჩინოთ. ასეთი სასაკლაოს შემდეგ ყველა შეიძულებს ორდენს. ვერავინ ვერაფერს გაიგებს, არავის დავტოვებთ, ვინც შეიძლება გაავრცელოს დაავადება ან ნახოს. ასეთ ფასად? არ გესმის, თუ კი დროზე არ ვუშველით, გადასარჩენიც აღარავინ იქნება. ჩვენ ძალიან გვიან შევიტყვეთ ეპიდემიის შესახებ. მისი შეჩერების მეტი შანსი აღარ იქნება. 2 კვირის შემდეგ მთელი მეტრო ჭირიანების ბარაკად იქცევა. ერთი თვის მერე სასაფლაოდ. მე თვითონ უნდა დავრწმუნდე, არ გჯერა ჩემი? ფიქრობ რომ ჭკუიდან შევიშალე? არც მაშინ გჯეროდა და ახალ ეჭვი გეპარება. ფეხებზე მკიდია, მარტო წავალ. როგორც ყოველთვის, სინდისი მაინც მექნება სუფთა. ჰანტერი შებრუნდა, გაშაშებულ ჰომეროს ხელი ჰკრა და გასასვლელისკენ წავიდა. მაგრამ მის მიერ ნათქვამი ბოლო სიტყვები ეკლად მოხვდა მელნიკს გულზე და უკან გაყვა ბრიგადირს. მოიცა, ჟეტონი აიღე. მან გაძვატყავებული ხელით ფაციფუცით მოძებნა კიტელში რაღაც და შეჩერებულ ჰანტერს არაფრით გამორჩეული ბალთა მიაწოდა. უფლებას გაძლევ. ბრიგადირმა აიღო ჟეტონი და ჯიბეში ჩაიდო. უსიტყვოდ დაუქნია თავი და მელნიკს თვალი გაუსწორა. დაბრუნდი, ჩაილაპარაკა მელნიკმა, დავიღალე. მე კი პირიქით ძალღონით სავსე ვარ. ჩაახველა ჰანტერმა და გავიდა. საშა კარგა ხანს ვერ ბედავდა, კიდევ დაერეკა. საჭირო არ არის ზურმუხტ ქალაქის მცველებისათვის თავის მობეზრება. მათ ალბათ უკვე გაიგეს მისი ხმა და შესაძლებელია კარგადაც შეათვალიერეს. ალბათ თათბირობენ, შეუშვან თუ არა უცხო, რომელმაც მათი პაროლი გამოიცნო. რას ეტყვის მათ, როცა კარი გაიღება? ეპიდემიის შესახებ მოუყვება, რომ ეს ტულსკაიაზე მძვინვარებს? მოისურვებენ კი ჩარევას, გარისკავენ? იქნებ ისინიც ლეონიდივით ხედავენ ადამიანს და ყველაფერს ხვდებიან? იქნებ პირდაპირ მოუყვეს მათ სიებცხელების შესახებ, რომელიც საშასაც გადაედო? მათაც უამბოს ის, რასაც აქამდე საკუთარ თავსაც კი არ უმხელდათ. არ შეძლებს კი მათ აღელვებას? თუ კი მათ კარგა ხნის წინ დაამარცხეს ეს საშინელი დაავადება, რატომ არ ერევიან? რატომ არ აგზავნიან ტულსკაიაზე შიკრიკს სწავლით? ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ შიშის გამო თუ იმ იმედით, რომ ჭირი ყველას გაანადგურებს, თავად მათ ხომ არ შეყარეს მეტროს ეს ავადმყოფობა? არა, როგორ შეეძლო ასე ეფიქრა? ლეონიდი ამბობდა, რომ ზურმუხტ ქალაქის მცხოვრებლები სამართლიანები და კაცმოყვარეები არიან, რომ არც სიკვდილით ჟიან და არც თავისუფლების აღკვეთით და ამ უსასრულო სილამაზეში ვერავინ გაბედავს დანაშაულის ჩაფიქრებასაც კი. მაშინ რატომ არ ეხმარებიან განწირულებს, რატომ არ უღებენ კარს? საშამ კიდევ ერთხელ დარეკა ზარი, მერე კიდევ. ფოლადის კარის მიღმა ისეთი სიჩუმე იყო, თითქოს სრუ კარი იყო და ტონობით მიწის გარდა არაფერს მალავდა. არ გაგიღებენ. საშა უცებ შემობრუნდა. მისგან ათიოდ ნაბიჯში მუსიკოსი იდგა, გაჩეჩილი და სევდიანი. მაშინ შესცადე იქნებ გაპატიეს? დაიბნა საშა. შენ ხომ ამისთვის მოხვედი? ვერავინ მაპატიებს, აქ სიცარიელია, მაგრამ შენ ხომ ამბობდი, მოგატყუე. ეს არ არის ზურმუხტ ქალაქში შესასვლელი. აბა სად არის? არ ვიცი, არც არავინ იცის, ხელები გაშალა მან. მაგრამ შენ რა, არ ხარ დამკვირვებელი? შენ ხომ წრიულზე წითლებთანაც მეხუმრები ხომ? წამოქს და ქალაქის შესახებ და ახლა ნანობ? საშა საცოდავად ეძებდა მუსიკოსის თვალებს, რომ შიგ ჩაეხედა და იმის დასტური ეპოვა, რასაც ამბობდა. მე თვითონაც ყოველთვის ვოცნობობდი იქ მოხვედრაზე. ლეონიდი ჯიუტა დაყურებდა მიწას. მრავალი წლის განმავლობაში ვეძებდი, ჭორებს ვაგროვებდი, ძველ წიგნებს ვკითხულობდი. მხოლოდ ამ ადგილას ალბათ 100-ჯერ მაინც მოვსულ ვარ. ეს ზარი ვიპოვე. რამდენიმე დღეს უშედეგოდ ვრეკავდი. რატომ მომატყუე?
საშა მისკენ გაიწია მარჯვენა ხელი თავისით წავიდა დანისკენ რა დაგიშავე რატომ მომექეცი ასე მინდოდა მათთვის წამერთმია შენი თავი დანის დანახვაზე მუსიკოსი დაიბნა და გაქცევის ნაცვლად რელსზე ჩამოჯდა მეგონა რომ თუ შენთან ერთად მარტო დავრჩებოდი ახლა რიღასთვის დაბრუნდი რთული სათქმელია ლეონიდი მორჩილად აღყურებდა ქვემოდან საშას ალბათ მივხვდი რომ ზღვარს გადავედი რომ როცა აქ გამოგიშვი მარტო დავრჩი და დავფიქრდი სული დაბადებიდანვე შავი არ არის თავიდან გამჭვირვალეა და მერე თანდათან უხდება ლაქას ლაქა მოყვება ყოველ ჯერზე თავს ბოროტებას პატიობ ამართლებ თავს ირწმუნებ რომ ეს მხოლოდ თამაშია მაგრამ რაღაც მომენტში შავის ჭარბობს იშვიათად თუ შეუძლია ვინმეს იგრძნოს ეს მომენტი შიგნიდან არჩას მე კი უცებ მივხვდი რომ ახლა და აქ ვაბიჯებ იმ ზღვარს და მერე სხვანაირი გავხდები სამუდამოდ და მოვედი რომ მეღიარებინა სწორედ იმიტომ რომ შენ არ დაგიმსახურებია მაშინ რატომ ეშინია შენი ყველას რატომ გელაქუცებიან მე არა ამოიოხრა ლეონიდმა მამაჩემს რა გვარი მოსკვინი არაფერს გეუბნება არა საშამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია მაშინ ერთადერთი ხარ მთელ მეტროში სევდიანად ჩაიცინა მუსიკოსმა მოკლედ მამაჩემი დიდი უფროსია მთელი წითელი ხაზის უფროსი დიპლომატიური პასპორტი გამიკეთა ამიტომაც მატარებენ ყველგან იშვიათი გვარია დაკავშირებას ვერავინ რისკავს მხოლოდ უცოდინრობის შემთხვევაში და რა გაბროტებული საშა გვერდზე გადგა აკვირდები ამისთვის გამოგიშვეს თავიდან მომიშორეს მამაჩემი მიხვდა რომ ჩემგან ადამიანს ვერ გამოიყვანდა და ფეხებზე დაიკიდა აი ასე ვარცხენ მის გვარს ნელ-ნელა დაიმანჭა ლეონიდი იჩხუბე მასთან თვალები მოჭუტა გოგონამ ამ ხანაგ მოსკვინთან ჩხუბი როგორ შეიძლება ის ხომ ქანდაკებაა გამომაძევეს და დამწყევლეს მე ბავშვობიდან ახირებული და უცნაური ვიყავი ყოველთვის ლამაზი სურათებისკენ მივიწევდი ნათელი ფერებისკენ როიალისკენ წიგნებისკენ დედამ გამაფუჭა გოგო უნდოდა მერე მამამ მომკიდა ხელი სადახე ცეცხლსასროლი იარაღი შეეყვარებინა და პარტიული ინტრიგებით დავეინტერესებინე მაგრამ გვიან იყო დედა ფლეიტაზე დაკვირას გვასწავლიდა მამა კი ქამრით ცდილობდა დაკვირის დავიწყებას პროფესორი რომელიც მამეცადინებდა გადაასახლა და პოლიტიკური ხელმძღვანელი მიუჩინა სულტყუილად მე უკვე მოვაწარი შიგნიდან გამოლპობა არ მომწონდა წითელი ხაზი ზედმეტად ნაცრისფრად მეჩვენებოდა ნათელი ცხოვრება მინდოდა დამეკრა მეხატა ერთხელ მამაჩემმა მოზაიკის ჩამოსამტვრევად გამიშვა აღმზრდელობითი მიზნით რათა გამეგო რომ სილამაზე წარმავალია ჩამოვამტვრიე რომ გამათრახება თავიდან ამეცილებინა მაგრამ სანამ ვამტვრევდი ყოველი დეტალი დავიმახსოვრე და ახლა თვითონაც შემიძლია მისი აწყობა იმ დღიდან კი მამაჩემი შემძულდა არ შეიძლება მამაზე ასე ლაპარაკი აღშფოთდა საშა ჩემთვის შეიძლება გაიღიმა მუსიკოსმა აი სხვებს კი ამის გამო ხრეტენ რაც შეეხება ზურმუხტ ქალაქს ჩემი პროფესორი მიყვებოდა ჩურჩულით სანამ ჯერ კიდევ პატარა ვიყავი მეც გადავწყვიტე რომ როცა გავიზრდებოდი აუცილებლად ვიპოვდი შესასვლელს ჯერ არის ქვეყნად ადგილი სადაც აზრი აქვს იმას რისთვისაც მე ვცხოვრობ სადაც ყველა ამისთვის ცხოვრობს სადაც არც უვარგისი პატარა ნაბიჯვარი ვიქნები არც ხელთეთრა პრინცი არც დრაკულაშთა მომავალი არამედ თანასწორთა შორის თანასწორი და ვერ იპოვე საშამ დანა შეინახა ნათქვამი გააანალიზა და მთავარს მიხვდა იმიტომ რომ ის არ არსებობს ლეონიდმა მხრები აიჩეჩა წამოდგა ზართან მივიდა და ღილაკს დააჭირა ალბათ არ აქვს მნიშვნელობა ესმის თუ არა ჩემი ვინმეს არც იმას არის თუ არა ასეთი ადგილი მთავარია მე მჯერა რომ ის არსებობს და რომ ჩემი ესმით რომ უბრალოდ ჯერ კიდევ არ დამიმსახურებია კარი გამიღონ და ნუ თუ ეს ყოფნის კითხა საშამ ყოველთვის ყოფნიდა მთელ კაცობრიობას მეც მეყოფა მხრები აიჩეჩა მუსიკოსმა მოხუცი ბრიგადირს დაედევნა დაბნეულმა პლატფორმაზე მიმოიხედა მაგრამ ვერსად დაინახა იზოლატორიდან მელნიკიც გამოგორდა სახეზე ნაცრისფერი დაჰკრავდა გამოფიტული ჩანდა თითქოს საიდუმლო ჟეტონთან ერთად ბრიგადირისთვის სულიც გაეტანებინოს სად და რატომ გაიქცა ჰანტერი რატომ მიატოვა ჰომეროსი მელნიკისთვის კითხვა არ ღირდა ამ ადამიანს უნდა დამალვოდა სანამ მოხუცის არსებობა გაახსენდებოდა ვითომ ბრიგადირს ეწეოდა ჰომეროსი იქაურობას გაეცალა ჩქარი ნაბიჯით მაგრამ არავის შეუჩერებია მელნიკს ალბათ აღარ საინტერესებდა
ჰანტერმა ხომ უთხრა მჭირდები, რათა საკუთარი თავი არ დამავიწყდესო, იცრუა? იქნებ იმისთვის არ უნდა დავიწყებოდა, რომ ამ აწყვეტილ ბრძოლაში ჩართულიყო პოლისში, ბრძოლაში, რომელიც შეიძლებოდა წაეგო ისე, რომ ტულსკაიამდე ვერ მიეღწია? მას ზებუნებრივი ინსტინქტები და ადამიანის მოკვლის უნარი ჰქონდა, მაგრამ ისიც კი ვერ ბედავდა მარტო საიღო შტურმით მთელი სადგური. ჰომეროსი, რომელმაც ის პოლისამდე მოაცილა, სცენიდან უსამართლოდ მიაბრძანეს, რადგან ამ ისტორიის დასასრული ნამდვილად მასზეც იყო დამოკიდებული. მან შეუწყო ხელი, რომ ფინალი სწორედ ისეთი გამოსულიყო, როგორც ის ბრიგადირმა დაგეგმა. ან მან ვინც მის ნაცვლად ლაპარაკობდა. რა ჟეტონი იყო ეს? საშვი? ძალაუფლების სიმბოლო? შავი ნიშანი? ავანსად გაცემული ინდულიგენცია ყველა იმ ცოდვაზე, რომელთა საკუთარ თავზე აღებასაც ჰანტერი ასე ესწრაფოდა? როგორც უნდა ყოფილიყო, როდესაც მელნიკს ჟეტონი და თანხმობა გამოგლიჯა ხელიდან, ჰანტერმა საბოლოოდ გაიხსნა ხელები. ბრიგადირი არავისთვის აპირებდა აღსარების ჩაბარებას. აღსარება, ის საშინელი არსება, რამაც ახლა მასში გაიმარჯვა, იშვიათად იყურებოდა სარკეში და ნორმალურად ვერც კი ლაპარაკობდა. რა მოხდებოდა ტულსკაიაზე, როდესაც ჰანტერი იქამდე მიაღწევს? შეძლებს კი დაიცხროს წყურვილი, როდესაც თელ სადგურს, ორს, სამს სისხლში ჩაახჩობს? ნუ თუ პირიქით ის საშინელი, რომელიც მასში ცხოვრობს, ასეთი ძღვენისგან უსაზრუნოდ გაიზრდება? ორი ჰანტერიდან რომელს დაჰყავს ჰომეროსი თან? მას, რომელიც ადამიანებს ჭამდა, თუ მას, რომელიც ურჩხულს ებრძოდა? რომელი მათგანი ჩაერთო პოლიანკაზე ფანტომურ ბრძოლაში, რომელიც თხოვდა მოხუც დახმარებას? ან იქნებ ჰომეროსი ის უნდა მოეკლა და ეს იყო მისი მთავარი დანიშნულებაც? იქნებ ძველი ბრიგადირის ნაშთმა თითქმის ბოლომდე გასრესილმა და ჩამკვდარმა იმიტომ წაიყოლა მოხუცი ამ მოგზაურობაში, რომ მას ყველაფერი თავისი თვალით ენახა და შიშის ან გულმოწყალების გამო მოღალატესავით კეფაში სროლით მოეკლა სადმე ბნელგვირაბში. ბრიგადირს არ შეეძლო თავის მოკლა და ამიტომ თვითონ მოძებნა ჯალათი, რომელიც იმდენად მიხვედრილი იქნებოდა, რომ თხოვნისა და მინიშნების გარეშე ყველაფერს თავად გააკეთებდა. მოატყუებდა ჰანტერში იმას, რომელიც ყოველწუთიურად იზრდებოდა და სიკვდილი არ უნდოდა. მაგრამ ჰომეროს გამბედაობაც რომ მოეკრიბა, შესაფერისი მომენტიც შეერჩია და თავსაც დასხმოდა ჰანტერს, რას მისცემდა ეს, ჭირს მარტო ვერ შეაჩერებდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სინამდვილეში მას არაფერი ევალებოდა, გარდა იმისა, რომ ყველაფრისთვის თვალყური ედევნებიდა და ჩაეწერა. ჰომეროს შეეძლო ევარაუდა, თუ საით წავიდოდა ბრიგადირი. ნახევრად მითური ორდენი, რომელსაც თურმე განეკუთვნებოდნენ მელნიკიც და ჰანტერიც, მითებისავე თანახმად პოლისის შუაში სლომენსკაიაზე იყო გამაგრებული. მისი ლეგიონერები იცავდნენ მეტროსა და მის მოსახლეობას იმ საფრთხისგან, რომელსაც ჩვეულებრივი სადგურის ჯარი ვერ გაუმკლავდებოდა. სულ ეს იყო თავის შესახებ, რის ცოდნის უფლებასაც ორდენი იძლეოდა. მოხუცი სლომენსკაიაზე მოხვედრაზე ვერც კი იოცნებებდა. ეს სადგური ისეთივე მიუდგომელი იყო, როგორც ალამუთის ციხე. თუმცა აზრიც არ ჰქონდა ამას, ისევ რომ შეხვედროდა ბრიგადირს, ამისთვის საკმარისი იყო დობრინინსკაიაზე დაბრუნებულიყო და იქ დალოდებოდა. მოხუცი ფიქრობდა, რომ თავისი როლი ნაწარმოების შექმნა იყო და არა სროლა, უკვდავების მინიჭება და არა მოკვლა. ამიტომაც არ უნდა განესაჯა და არც ჩარეულიყო. საშუალება უნდა მიეცა წიგნის გმირებისთვის თავად ემოქმედათ. მადლობა ღმერთს, გოგონა მაინც გაუშვა იმ გაიძვერასთან ერთად. გარდაუვალი სისხლის ზღვრის ყურებისგან მაინც დაიცვა საშა. ჰომეროსმა სადგურის საათს შეხედა. თუ ბრიგადირი გრაფიკის მიხედვით მოძრაობდა, მაშინ ჰომეროს ცოტა დრო კიდევ რჩებოდა. 2 საათი რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილიყო, რომ პოლისი უკანასკნელ ტანგოზე გამოეწვია. და როგორ აპირებდი შესვლის უფლების მოპოვებას? კითხა საშამ. სისულელეა, მაგრამ ჩემი ფლეიტით. მეგონა მას შეეძლო რამის გამოსწორება. ხომ ხვდები, მუსიკა ყველაზე წარმავალი ეფემერული ხელოვნებაა. ის ზუსტად იმდენ ხანს ცოცხლობს, რამდენ ხანსაც ინსტრუმენტი ჟღერს. მერე კი წამში ვექრება. მაგრამ არაფერი არ აავადებს ადამიანს ისე სწრაფად, როგორც მუსიკა. არაფერი ჭრის ისე ღრმად და არ აშუშებს ისე ნელა. მელოდია, რომელმაც შენ შეგძრა, მუდამ შენთან დარჩება. ეს სილამაზის ელექსირია. მეგონა მუსიკით სულიერი სიმახინჯეც კი განიკურნებოდა. უცნაური ხარ, უთხრა საშამ. ახლა კი უცებ მივხვდი, რომ კეთროვანი კეთრომას ვერ განკურნავს. სანამ შენ არ გამოგიტყდები ყველაფერში, არ გამიღებენ კარს. გგონია გაპატიებ ტყუილსა და სისასტიკეს? მკაცრად გახედა საშამ.
მომცემ კიდევ ერთ შანსს, მოულოდნელად გაუღიმა მე ლეონიდმა. შენ ხომ ამბობ, რომ ჩვენ ყველას გვაქვს შანსის უფლება. გოგონა დაძაბულად დუმდა, არ უნდოდა ისევ აყოლოდა უცნაურ თამაში. ახლა ხან დაუჯერა მუსიკოს მის სინანულს და აჰა, ისევ ყველაფერში რასაც გიყვებოდი ერთი სიმართლე იყო, უთხრა ლეონიდმა. განკურნების საშუალება არსებობს. წამალი? საშა გამოფხიზლდა, მზად იყო კიდევ ერთხელ მოტყუებულიყო. ეს არც აბებია და არც ხსნარი. რამდენიმე წლის წინ ასეთი ავადმყოფობა ჩვენთანაც იყო პრეობრაჟენსკაიაზე. ჰანტერმაც რატომ არაფერი იცის ამის შესახებ? ეპიდემია არ ყოფილა. დაავადებამ თვითონ დაიხია უკან. ეს ბაქტერიები მგრძნობიარეები არიან რადიაციის მიმართ. რაღაც ემართებათ, გონი დაყოფას აჩერებენ და დაავადებას ჩერდება. შემთხვევით აღმოაჩინეს, აი ეს არის მთელი წამალი. გამოსავალი, ასე ვთქვათ, ზედაპირზეა. მართლა? აღელებულმა გოგონამ მისი ხელი აიღო, მართლა. ბიჭმა მის ხელს ხელი დააფარა. ოღონდ მათ უნდა დაუკავშირდეთ და გავაგებინოთ. აქამდე რატომ არ მითხარი? ეს ხომ ასეთი მარტივია. არადა, რამდენი ადამიანი მოკვდა ამ ხნის განმავლობაში. გოგონამ ხელი გაითავისუფლა, თვალები უელავდა. ერთ დღეში მე ეჭვება, არ მინდოდა იმ კვლერთან დარჩენილიყავი. ჩაიბურტყუნა ლეონიდმა. თავიდანვე ვაპირებდი ყველაფრის თქმას, მაგრამ მინდოდა ეს საიდუმლო შენს სანაცვლოდ გამემხილა. და სხვების სიცოცხლეში გამცვალე? წარედ ჩაიკითხა საშა. მე ჩემს სიცოცხლესაც გავცვლიდი. წარბი შეათამაშა მუსიკოსმა. შენი გადასაწყვეტი არაა, ადექი. უკან უნდა გავიქცეთ, სანამ ტულსკაიამდე მიაღწევს. გოგონამ თითი დაადო საათს, ჩურჩულით ანგარიშობდა და ამოიოხრა. 3 საათი გადაგვრჩა. რისთვის? შემიძლია კავშირით ვისარგებლო. ისინი ჰანზაში დარეკავენ, ყველაფერს აუხსნიან. არ არის აუცილებელი ჩვენი სირბილი. თანაც შეიძლება ვერც მოვასწროთ. არა, თავი გაიქნია საშამ, არა, ის არ დაიჯერებს. მე თვითონ უნდა ვუთხრა, უნდა აუხსნა. და მერე რა იქნება? ლეონიდის ხმაში ეჭვიანობა გაკრთა. სიხარულით დანებდები მას? რა შენი საქმეა? შეუბღვირა გოგონა, მაგრამ უცებ ინტუიციით მიხვდა, როგორც უნდა ემართა შეყვარებული მამაკაცი და რბილად დაამატა. მისგან არაფერი მჭირდება. შენ გარეშე კი ახლა ვერაფერს გავხდები. ჩემგან სწავლობ სტრუპენტელობას, მწარედ გაიღიმა მუსიკოსმა და განწირულივით ამოიოხრა. კარგი, წავიდეთ. სპორტივ ნაიაზე 9 საათში მივიდნენ. გუშაგები შეცვლილი და ლეონიდს თავიდან მოუხდა მათთვის აეხსნა, თუ როგორ შეუძლია გოგონას საბუთების გარეშე წითელი ხაზის საზღვრის გადაკვეთა. საშა დაძაბული უყურებდა საათს, მუსიკოსი მას. აშკარა იყო, რომ ყოყმანობდა თავის თავს ებრძოდა. პლატფორმაზე სუსტი ახლად დაქორწინებულები ძველ ჭვარტლიან დრეზინაზე ფუთებს ალაგებდნენ. ნაბახუსევი ხელოსნები ვითომ გულმოდგინედ აკეთებდნენ გახეთქილ მილებს. ფორმიანი ბავშვები არასაბავშვო სიმღერას სწავლობდნენ. მესაზღვრეებმა ორჯერ სცადეს საშას და ლეონიდის საბუთები შეემოწმებინათ და ერთ-ერთმა შემოწმება, როდესაც ისინი თითქმის შესულები იყვნენ, ფრუნზენსკაიასკენ მიმავალ გვირაბში იმდენ ხანს გაიწელა, რომ ყველანაირ ზღვარს გადავიდა, დრო გარბოდა. გოგონას გათვლით 2 საათიც აღარ რჩებოდა. ჰანტერს ხომ ვერავინ შეაჩერებდა. ამასობაში ჯარისკაცებმა დაასრულეს დატვირთვა. დრეზინამ ჭრიალით აკრიფა სიჩქარე და მათ მიუახლოვდა. არ მინდა შენი გაშვება, საბოლოოდ გადაწყვიტა ლეონიდმა, მაგრამ არ შენი დაჭერა შემიძლია. ვფიქრობდი, ისე მოქცეულიყავი, რომ დაგეგვიანა და აღარაფერი დაგჩენოდა საძებარი, მაგრამ ხვდები, რომ ამით მაინც არ გახდები ჩემი. იყო გულწრფელი, ყველაზე ცუდი გზაა ქალის მოსახიბლად, მაგრამ დავიღალე ტყუილით. შენ გვერდით მუდამ მრცხვენია საკუთარი თავის. შენ თვითონ გადაწყვიტე ვისთან დარჩები. და მუსიკოსმა პატრულს, რომელიც სრულებით არ ჩქარობდა, ხელიდან გამოგლიჯა თავისი სასწაულებრივი პასპორტი. ყბაში მუშტი სთხლიშა და წააქცია. მერე ხელი ჩაშჭიდა საშას და მიახლოებული დრეზინას მასთან ერთად შეახტა. გაოცებულმა მემანქანემ პისტოლეტის ლულიდან გამოხედა. მამა ჩემი იამაყებდა ჩემით, გადაიხარხალა ლეონიდმა. რამდენჯერ მომისმენია მისგან, რომ სისულელით ვარ დაკავებული, რომ ჩემი ქალის ფლეიტიდან არასოდეს იქნება სარგებელი და აი ბოლოს და ბოლოს ისე ვიქცევი, როგორც ნამდვილი მამაკაცი. ის კი სწორედ ამ წამს არ არის გვერდით. რა სამწუხაროა? გადახტი, უბრძანა მან ხელებაწეულ მემანქანას. ისიც სიჩქარის მიუხედავად მორჩილად ჩახტა ლიანდაგებზე. კვნესით გადაკოტრიალდა და სიბნელეში ჩაიკარგა. ლეონიდმა ბარგის გადაყრა დაიწყო. ყოველი ფუთის რელსებზე გადაგდების შემდეგ მოტორი სულ უფრო
ომახიანად გუგუნებდა. დრეზინის ცხვირზე დამაგრებული ფანარი ოდნავ ბჟუტავდა და მისი შუქი უახლოეს რამდენიმე მეტრს თუ ანათებდა. ჭრიალი თითქოს მიწას კაწრავენო საბურავებიდან ვირთხები გახტდნენ. გვერდზე გახდა შეშინებული ლიანდაგების დარაჯით. სადღაც უკან განგაშის სირენა ჩაირთო. მუსიკოსი დრეზინას მაქსიმალური სიჩქარით მიაქროლებდა. ფრუზენსკაიას ჩაუქროლეს. მოულოდნელობისგან დაბნეული გუშაგები ვირთხებივით მიმოიფანტნენ და მაშინღა აღრიალდნენ, როდესაც დრეზინამ მათი სადგური 100 მეტრით უკან მოიტოვა. ახლა დაიწყება, დაიყვირა ლეონიდმა. მთავარია წრიულზე გადასასვლელი გავიაროთ, იქ დიდი საგუშაგოა. ჩვენს დაკავებას შეეცდებიან. პირდაპირ ხაზს გავუყვეთ ცენტრში. მან იცოდა საშიში რა იყო. იმ გვერდითა განშტოებებიდან, რომლითაც წითელ ხაზზე გავიდნენ, თვალებში მათკენ მომავალი დრეზინის პროჟექტორმა მიანათა. მათი ლიანდაგები რამდენიმე ათეული ნაბიჯში იკვეთებოდა. გაჩერება უკვე დაგვიანებული იყო. მუსიკოსმა პრიალა პედალს ბოლომდე დააჭირა ფეხი. საშამ თვალები დახუჭა. იმის იმედი ღარ რჩებოდათ, რომ ის არის საჭირო მხარეს იყო გადაწეული და არ შეეჯახებოდნენ. ტყვიან ფრქვებმა დაიგრიალა და ტყვიებმა რამდენიმე სანტიმეტრში ჩაიწუილა. ნამწვი სუნი დატრიალდა გავარვარებულ ჰაერში. იფეთქა და მიწყდა სხვისი მოტორის ხმა. მანქანები სასწაულებრივად ასწდნენ ერთმანეთს. ძრავმავალი დრეზინის გავლიდან წამის შემდეგ გამოვარდა მათ გზაზე. დრეზინა უკვე კულტურის პარკისკენ მიჯახჯახებდა, ხოლო საბრძოლო ძრავმავალი საპირისპირო მხარეს გაუჩინარდა. გაქცეულებმა დროში მოიგეს. დრეზინამ სვლას უკლოდა გვირაბში ფერდობს შეუყვა. პარკი თითქმის ზედაპირზე მდებარეობს. საშას მიხედა მუსიკოსმა, ხოლო ფრუზენსკაია 50 მეტრის სიღრმეშია. მთავარია აღმართი ავიაროთ და მერე ადვილად დავეშვებით. კულტურის პარკთან სიჩქარეს მოუმატეს. ძველი ამაყი მაღალ თაღებიანი ნახევრად ჩაბნელებული სადგური თითქმის უკაცრიელი აღმოჩნდა. ჩაჟანგებული ყელი ჩაიწმინდა და აკივლდა სირენა. აგურის გამაგრებებიდან თავები გამოჩნდა. დაგვიანებით უღონოდ და ბოროტად უკან დაადევნეს ავტომატის ჯერი. შეიძლება ცოცხლებიც გადავრჩეთ. გაიცინა მუსიკოსმა კიდე ცოტა გამართლება და სიბნელეში კიჩოზე შუქმა გაიელვა. მერე კიდევ უფრო გაძლიერდა და დამაბრმავებლად გაანათა მათი დრეზინა. ძრავმავალის პროჟექტორი მჭრელი შუქით ცდილობდა მათი დამჟღრეული დრეზინის დაჭერას და ძრავმავალი საოცარი სისწრაფით ფარავდა მანძილს მათ შორის. ისევ აყებდნენ ტყვიან ფრქვევები, აწულიდნენ ტყვიები. ცოტაც უკვე კროპოტინსკაია უჯრედება დახაზული და ერთნაირი კარვებით გაწყობილი მოუვლელი კროპოტინსკაიას კედლები აჭრელებულიყო ვიღაცეების არც ისე დიდი ხნის წინ დახატული, მაგრამ უკვე გაუფერულებული პორტრეტებითა და ერთიან წითელ ლენტად გაბმული დროშებით. უცებ ტყვიან ფრქვებმა დაიკუხა და დრეზინა მარმარილოს ნამსხვრევებმა დაფარა. ერთი ნამსხვრევი საშას მოხვდა და ფეხი მსუბუქად გაუჭრა. ჯარისკაცებმა შლაგბაუმის დაშვება დაიწყეს, მაგრამ დრეზინამ გაამტრია ის და ლამის თავადაც გადავიდა რელსებიდან. ძრავმავალი შეუმჩნევლად უახლოვდებოდა მათ. მისი ძრავა ბევრად უფრო ძლიერი იყო და მარტივად ეზიდებოდა მძიმე ფოლადს. საშა და მუსიკოსი იძულებული იყვნენ ჩაწოლილი იყვნენ და მეტალის კარკას ამოფარებოდნენ. რამდენიმე წამი ღარ რჩებოდა, სადაც იყო ერთმანეთს გაუსწორდებოდნენ და მათ შეიპყრობდნენ. უცებ ლეონიდმა თითქოს ჭკუიდან შეიშალაო, გახდა დაიწყო. წინ საგუშაგო გამოჩნდა. ტომრების ბარიკადები, ფოლადის ზღარბები, ლიანდაგების დასასრული. გაქცეულები ორ პროჟექტორს, ორ მტყვიან ფრქვევს, ორ ცეცხლს შუა მოექცნენ. დასრულებამდე წუთი ღარ რჩებოდა. ხსნა. ჯაჭვი რამდენიმე ათეული მეტრზე გაიწელა. აქ სევასტოპოლსკაიას მხოლოდ საუკეთესო მებრძოლები იყვნენ. თითოეული მათგანი პოლკოვნიკმა თავად შეარჩია. მთელ ბნელგვირაბში ჩაფხუტზე დამაგრებული ფანრებით სიმციმებდა და მებრძოლთა მწკრივი ყირიმის კვიპაროსებისა და მოჩურჩულე ზღვის თავზე თბილსა და სურნელოვან ღამეში მოფარფატე ციცინათელების გუნდად მოეჩვენა პოლკოვნიკ დენის მიხაილოვიჩს, რომელსაც ასე წარმოედგინა სამოთხე. პოლკოვნიკი ფიქრიდან გამოერკვა, შემაწუხებელი სიცივე ჩამოიფერთხა. თავის თავზე გაბრაზებულმა ბღვერით გაატარა ბოლო მებრძოლიც. უჟანგავი
პორტ სიგარიან უჟანგავი პორტ სიგარიდან ერთადერთი თვითნაკეთი სიგარეტი ამოიღო, დაყნოსა და სანთებელა გააჩხაკუნა. კარგი დღე იყო, პოლკოვნიკის ბედმა გაუღიმა, ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც თავად ჩაიფიქრა. ნაგორნაია დანაკარგის გარეშე გაიარეს. ერთადერთი უგზაუკლოდ დაკარგულიც მალე დაეწია მიმავალ კოლონას. ყველას არაჩვეულებრივი განწყობა ჰქონდა. ტყვიისთვის მკერდის შეშვერა ერჩივნად დაუსრულებელ ლოდინსა და გაურკვევლობაში ყოფნას. თანაც ლაშქრობამდე დენის მიხაილოვიჩმა ყველას გამოძინების საშუალება მისცა, მხოლოდ თვითონ ვერ დაეძინა ვერაფრით. პოლკოვნიკის ბედის შემთხვევითობათა ჯაჭვად მიაჩნდა და არ ესმოდა, როგორ შეიძლებოდა მისი ნდობა. კახოვსკაიას გვირაბებში მცირე ექსპედიციის გაშვებიდან რამდენიმე დღე გასულიყო, მაგრამ მათგან ჯერაც არაფერი იცმოდა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არც ჰანტერია უკვდავი, ხომ შეიძლება დაუსრულებელ ომებში ბრიგადირს ტვინიც დაზიანებოდა, შეიძლება კი მხოლოდ მისა და მოხუცის იმედად ყოფნა. დენის მიხაილოვის ლოდინი აღარ შეეძლო. მოქმედების გეგმა ასეთი იყო. სევასტოპოლსკაიას ძირითადი ძალები ნახიმოვსკის, ნაგორნაიასა და ნაგატინსკაიას გავლით ტულსკაიას სამხრეთით ჩაკეტილ ჰერმეტულ ჭიშკრამდე უნდა გაეყვანა. ხოლო ზემოდან დივერსანტთა ჯგუფი გაეშვა ჩაკეტილ სადგურზე. დივერსანტები გვირაბში სავენტილაციო შახტიდან ჩავიდოდნენ და დაცვის ლიკვიდაციით, თუ კი ისევ არსებობდა, დამრტყმელ რაზმს გაუხსნიდნენ საკეტებს. შემდეგ კი უკვე ტექნიკა გაანადგურებდა ყველას, ვისაც უნდა ჰქონოდა ეს სადგური დაპყრობილი. შახტების მოძებნასა და გაწმენდას 3 დღე დასჭირდა. დღეს სტალკერებს დივერსანტების გვირაბში ჩაშვებაღა ევალებოდათ. იქამდე კი 2 საათი კიდევ იყო დარჩენილი. 2 საათში ყველაფერი გადაწყვეტებოდა და დენის მიხაილოვიჩი კვლავ შეძლებდა სხვა რამეზე ფიქრს, ჭამას და ძილს. გეგმა მარტივი, ზუსტი და უნაკლო იყო, მაგრამ დენის მიხაილოვიჩს გული ისე უძგერდა, თითქოს 18 წლის ბიჭი იყო და თავის პირველ ომში მიდიოდა მთიან სოფელში. აფორიაქებულმა პოლკოვნიკმა სიგარეტის ნამწვი მოისროლა, ისევ გაიკეთა ნიღაბი და წინ წავიდა, რომ რაზმს დასწეოდა. მალე ბრიგადა ფოლადის ჰერმეტულ კარს მიადგა. შტურმის დაწყებამდე შეეძლოთ ცოტა დაესვენდათ, რგოლის მეთაურებთან ერთად კიდევ ერთხელ გადაემოწმებინათ განრიგი და თავიანთი როლები. ერთ რამეში ჰომეროსი მართალი აღმოჩნდა. გაეცინა თავისთვის პოლკოვნიკს. ციხე-სიმაგრის შტურმით აღება საჭირო არ არის მაშინ, როდესაც შეიძლება კარი შიგნიდან გაიღოს. ცხენით სვლა ჰომეროსმა ხომ არ დაწერა ტროას აღება? ცხენით სვლა ჰომეროსმა ხომ არ დაწერა ტროას აღება? დენის მიხაილოვიჩმა დოზიმეტრი შეამოწმა. ფონი დაბალი იყო. მან აირწნაღი მოიძრო. მას ჯერ რგოლის მეთაურებმა მიბაძეს, შემდეგ მებრძოლებმაც. არა უშავს, ჯერ ისუნთქონ. პოლისის გალერეები და დარბაზები ყოველთვის სავსე იყო ბნელი და ღატა კი განაპირა სადგურებიდან გადმოსული, თვალებ გაფართოებული და აღფრთოვანებისაგან ყბა ჩამოვარდნილი მოხეტიალე უსაქმრებით. ჰომეროსიც ბოროვიცკაიაზე სეირნობდა, ალექსანდროვის ბაღის თაღებს სინაზით შეყურებდა, თუ სიყვარულითა და აღფრთოვანებით ათვალიერებდა ქალიშვილის საყურესავით ნატიფ არბაცკაიას ჭაღებს, მათგან არაფრით გამოირჩეოდა. მოხუცს გული უგრძნობდა, რომ ის უკანასკნელად იყო პოლისში. ის რაც ტულსკაიაზე რამდენიმე საათში მოხდებოდა, ხაზს გადაუსვამდა მთელ მის ცხოვრებას. შეიძლება წერტილიც დაესვა მისთვის. მოხუცმა გადაწყვიტა გაეკეთებინა ის, რაც ვალდებული იყო, რომ გაეკეთებინა. უფლებას მიეცა ჰანტერისთვის, გადაეწვა სადგური. შემდეგ კი მოეკლა ის, მაგრამ ეს ისე უნდა მოეხერხებინა, რომ ჰანტერს არაფერი ეეჭვა, თორემ კისერს მოუგრეხდა მოხუცს. გამრუცხული არ იყო მოხუცი თავად დაღუპულიყო ტულსკაიას შტურმით აღებისას, მაგრამ თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლიდა, მაშინ განდეგილად წავიდოდა, რომ თავისი წიგნის უკვე მზა, კვანტსა და საფინალო წერტილს შორის დარჩენილი თეთრი ფურცლები შეეცო ჰანტერისათვის კეფაში ტყვიის დახლით. შეძლებს კი ამას? გაბედავს? მხოლოდ გაფიქრებაზეც კი ხელები უკანკალებდა მოხუცს. არა უშავს, ყველაფერი თავისით გადაწყდება. ახლა ამაზე ფიქრი არაა საჭირო. ზედმეტი ანალიზი ეჭვს ბადებს. და მადლობა ღმერთს, რომ გოგონა მოიშორა. ჰომეროსი თავის ეკითხებოდა, რატომ ჩაითრია ავანტიურაში საშა, როგორ მისცა ლომის გალიაში შესვლის უფლება. მწერლობამ ისე გაიტაცა, რომ
დაავიწყდა გოგონა მისი წარმოსახვის ნაყოფი არ იყო. უკვე დანამდვილებით იცოდა მისი რომანი არ გამოვიდოდა ისეთი და იმის შესახებ როგორიც თავიდან ჩაიფიქრა, თუმცა თავიდანვე იცოდა რომ მეტის მეტად მძიმე საქმე შეეჭიდა. როგორ უნდა ჩაეტია ერთ წიგნში ყველა ადამიანი? ისინი ხომ ვიწროდ იქნებოდნენ წიგნის ფურცლებზე. თავად წიგნი ძმათა სასაფლაოდ იქცეოდა, სადაც პატარა წარწერებიანი ქვები თვალებს აჭრელებს და ბრინჯაოს ფერ ასოებს მიღმა არ იკითხებოდა გარდაცვლილთა ხასიათი და სახე. არა, არაფერი გამოვა. მისი დროისგან დაბზარული მეხსიერებაც კი, რომელმაც დიდი ხნის წინ შეცურა ზღვაში, ვერაფრით დაიტევს ამდენ ადამიანს. ტკბილეულით მოვაჭრის ნაყვავილარ სახეს, ან ცხვირპაჭუა ფერმკრთალ გოგონას, რომელიც ტყუიებს უწვდის მას, დედის მადონასავით ნათელ ან ჯარისკაცების ავხორცს ღიმილს. ძველი მათხოვრების ღრმა ან 30 წლის ქალის ძლივ შესამჩნევ ნაოჭებს. რომელია მათგან მოძალადე, წუწურაქი, ქურდი, მოღალატე, მეძავი, წინასწარმეტყველი, მქადაგებელი თუ უბრალოდ გულისხმიერი ადამიანი და ვინ ჯერაც ვერ გაერკვა თავის არსში, ჰომეროსმა ეს არ იცოდა. მისთვის უცნობი იყო თუ რაზე ფიქრობდა სინამდვილეში ტკბილეულით მოვაჭრე, რას ნიშნავდა დედის ღიმილი, როდესაც თავის პატარა გოგონას უყვებოდა რაღაცას. სხვისი ცოლი ჯარისკაცის მზერისგან აღელვებული, რით შოულობდა ლუკმაპურს ღატაკი, სანამ ფეხები უღალატებდა. ამიტომ ჰომეროსის გადასაწყვეტი არ იყო ვინ მსახურებდა უკვდავებას და ვინ არა. 6 მილიარდი ადამიანი უყვალოდ გაქრა, 6 მილიარდი, მაგრამ შემთხვევით ხომ არ გადარჩენილა 10,000 ადამიანი? მემანქანე სეროვი, რომლის ადგილასაც ნიკოლაის უნდა ემუშავა, აპოკალიფსიდან ერთი კვირის შემდეგ ფეხბურთის თავგადადებული გულშემატკივარი იყო და თავისი ცხოვრება ფეხბურთის მატჩად მიაჩნდა. თელმა კაცობრიობამ წააგო, ეუბნებოდა ის ნიკოლაის, მე და შენ კი ისევ დავრბივართ, არც კი ვფიქრობთ რატომ, იმიტომ რომ ჩვენი მატჩი საბოლოო ანგარიში ჯერაც გაურკვეველია. მსაჯმა დამატებითი დრო მოგცა, ამ დროში ჩვენ უნდა დავადგინოთ თუ რატომ ვართ აქ, უნდა მოვასწროთ ყველა საქმის დასრულება, ყველაფრის გამოსწორება და მერე, როდესაც ბურთს მივიღებთ, უნდა გავფრინდეთ მანათობელი კარისკენ. სეროვი მისტიკოსი იყო. ჰომეროს არასოდეს უკითხავს მისთვის, შეძლო თუ არა გოლის გატანა. მან კი დაარწმუნა ჰომეროსი, რომ მეტროში შემთხვევით არავინ მოხვედრილა. მაგრამ ყველაფრის შესახებ დაწერა შეუძლებელია. საერთოდაც ღირს კი წერის გაგრძელება? ფიქრებში გართულმა 1000 უცნობ სახეში უცებ ის სახე დაინახა, რომლის დანახვასაც ყველაზე ნაკლებად ელოდა. ლეონიდმა ჯერ ქურთუკი გაიხადა, შემდეგ სვიტერი და მერე თეთრი მაისურიც, რომელიც თავს ზემოთ დროშასავით ააფრიალა. ტყუიებს, რომლებიც წვიმასავით მოდიოდა და მის გარშემო იფანტებოდა, ყურადღებას არ აქცევდა. საოცრება მოხდა. ძრავმავალი ჩამორჩა, ხოლო საგუშაგოდან, რომელიც წინ მოჩანდა, ცეცხლი არ გაუხსნეს მათ დრეზინას. აი ახლა მამაჩემი მომკლავდა, გადაულაპარაკა საშას, როდესაც მათ ბორბლების ჭრიალით მკვეთრად დაამხრუჭეს ზღარბებთან. რას ვაკეთებთ? სულს ძლივს ითქვამდა საშა. რა ვერ გაიგო როგორ გადარჩნენ ამ რბოლაში? ვნებდებით, გაიცნა მან, ეს ლენინის სახელობის ბიბლიოთეკაში შესასვლელია. პოლისის სასაზღვრო საგუშაგო, მე და შენ კი მოღალატეები ვართ. გუშაგებმა მოირბინეს დრეზინასთან და ორივე ჩამოსვეს. ლეონიდის პასპორტი რომ შეამოწმეს, ერთმანეთს გადახედეს. ხელბორკილები შეინახეს და გოგონა და მუსიკოსი სადგურზე მიაცილეს. ის კი სამორიგეოში შეიყვანეს. ერთმანეთს რაღაც გადაუჩურჩულეს და ხელმძღვანელობის მოსაყვანად გავიდნენ. ლეონიდი, რომელიც გაქუცულ სავარძელში მედიდურად იჯდა, წამოხდა. კარიდან გაიხედა და საშას ხელი დაუქნია. აქ კიდევ უფრო დიდი უსაქმურები არიან, ვიდრე ჩვენთან წითელ ხაზზე. გადააფურთხა მან. დაცვა არ არის. სამორიგეოდან აუჩქარებლად გამოვიდნენ, შემდეგ კი ხეფეხს აუჩქარეს და გადასასვლელისკენ წავიდნენ. ბოლოს ხელჩაკიდებულები გარბოდნენ, რომ ხალხის ტალღას არ დაეშორებინა ისინი. მალე ზურგს უკან პოლიციელების სასტონის ხმა მოესმათ, მაგრამ ამ ხალხმრავალ სადგურზე დამალვა ძალიან ადვილი იყო. აქ 10 ჯერ უფრო მეტი ადამიანი იყო, ვიდრე პაველეცკაიაზე. საშა ზემოთ სეირნობისას ომამდელ ცხოვრებაზე ოცნებაშიც კი ვერ წარმოუდგენდა ასეთ ხალხმრავლობას. ეს სადგური ისეთივე ნათელი იყო, როგორც სამყარო ზემოთ. გოგონამ სახეზე ხელები აიფარა და თითებს შორის დარჩენილი ღრიჭოდან ათვალიერებდა მიდამოს. გოგონა გაოცებული აკვირდებოდა საგნებს, სახეებს, ქვებს, სვეტებს,
რომ არა ლეონიდი და მათი გადაჭდობილი ხელები ალბათ დაეცემოდა და დაიკარგებოდა. თავს პირობა მისცა, რომ ოდესმე როცა მეტი დრო ექნებოდა, აუცილებლად დაბრუნდებოდა აქ. საშა? გოგონა შემოbrunდა და შეშინებული, გაბრაზებული და დაბუნებულ ჰომეროს შეეჩეხა. საშამ გაუღიმა. იგრძნო, რომ მონატრებოდა მოხუცი. აქ რას აკეთებ? ამაზე სულელური ვერაფერი ჰკითხა მოხუცმა ორ ახალგაზრდას, რომლებიც თავქუდმოგელეჯილი გარბოდნენ. დობრინისკაიაზე მივდივართ. საშამ ნაბიჯს უკლო, რომ მოხუცი დასწეოდა. რა სისულელეა? უფლებას არ მოგცე მიგწახვიდე, მაგრამ მოხუცის აკრძალვას ზალა არ ქონდა. მე მან დობროვინსკაია საგუშაგომდე მანამ მივიდნენ, სანამ გაქცევის შესახებ მესაზღვრეების გაფრთხილებას მოასწრებდნენ. მე მანდატი მოქვს მელნიკისგან. სასწრაფოდ გამატარეთ. მე მანდატი მაქვს მელნიკისგან. სასწრაფოდ გამატარეთ. მშრალად უბრძანა ჰომეროსმა მორიგე ოფიცერს. მან რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ აზრებს თავი ვერ მოუყარა. მოხუც სამხედრო სალამი მისცა და გზა გაუთავისუფლა. მოატყუეთ? ზრდილობიანად კითხა მუსიკოსმა ჰომეროს, როდესაც საგუშაგო უკან მოიტოვეს. რა მნიშვნელობა აქვს? ჩაიბურტყნა გაბრაზებულმა ჰომეროსმა. თავარია თავდაჯერება და მაშინ მხოლოდ პროფესიონალები თუ შეამჩნევენ. შეაფასა ლეონიდმა. ჯანდაბას ლექციები. ჰომეროსი იბღვირებოდა და მოციმციმე ფანარს აწვალებდა. სერპუხოვსკაიამდე მივალთ, მაგრამ იმის იქით არ გაგიშვებთ. შენ უბრალოდ არ იცი, ახარა საშამ, წამალი ვიპოვეთ. როგორ თუ იპოვეთ? მოხუც ნაბიჯი აერია, დაახველა და საშას შეშინებულმა და გაოცებულმა შეავლო თვალი. ჰო, რადიაცია. გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ ბაქტერიები უნებელი ხდება. საშას მუსიკოსი დაეხმარა. მიკრობები და ვირუსები ადამიანზე 100-ჯერ, 1000-ჯერ უფრო გამძლეები არიან რადიაციის მიმართ. დასხივებისგან კი იმუნიტეტი ქვეითდება. მოხუცმა თავს კონტროლი ვეღარ გაუწიო და აყვირდა. რა უთხარი საშას, რატომ მიათრევ იქით? წარმოდგენა მაინც თუ გაქვს რა მოხდება ახლა? ვერც მე და ვერც თქვენ მას უკვე ვეღარ შევაჩერებთ. წაიყვანე საშა, დამალე, შენ კი ჰომეროსი გოგონას მიუბრუნდა. როგორ დაუჯერე პროფესიონალს? მოხუცმა ბოლო სიტყვა ზიზღით გადმოაფურთხა. ჩემ გამო ნუ გეშინია, ხმადაბლა უთხრა გოგონამ. ვიცი რომ ჰანტერი შეჩერება შემიძლია. მას ორი ნახევარი აქვს. მე ორივე ნანახი მყავს. ერთს სისხლის წყურია, მეორეს კი ადამიანების გადარჩენა. რას ბოდავ? ხელები გაასავსავა მოხუცმა. აღარანაირი ორი ნახევარი არ არსებობს. ის უკვე ერთი მთლიანია. ადამიანის სხეულში ჩაკეტილი ურჩხული. ერთი წლის წინ ჰომეროსმა მელნიკისა და თავგადაპარსული საუბრის შესახებ უამბო, მაგრამ საშას აზრი ვერ შეაცვლევინა. რაც მეტად უსმენდა ჰომეროს, მით უფრო რწმუნდებოდა თავის სიმართლეში. ის ვინც შიგნითაა, ვინც კლავს, მეორეს ატყუებს. საშას სიტყვებს ეძებდა, რომ მოხუცისთვის უკეთ აეხსნა. ეუბნება, რომ სხვა გზა არ არსებობს. ერთს შიმშილი კლავს, მეორეს კი სევდა. ამიტომაც მიიწევს ჰანტერი ასე ტულსკაიასკენ. იქით მას ორივე ნახევარი ეკაჩება. ისინი ერთმანეთს უნდა დავაშოროთ. თუ კი გაუჩნდება არჩევანი, გადაარჩინოს ისე, რომ არ მოკლას. ღმერთო, არც კი მისმენ. შენ რა გეკაჩება იქით? შენი წიგნი, ნაზად გაუღიმა საშამ. ვიცი რომ მისი შეცვლა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ფინალი ხომ ჯერ არ დაწერილა? ბოდვა, სისულელე. უიმედოდ შესძახა ჰომეროსმა. რატომ მოგიყევი მის შესახებ? ახალგაზრდაო, თქვენ მაინც ლეონიდს წაავლო ხელი. გთხოვთ, მე მჯერა რომ თქვენ არ ხართ ცუდი ადამიანი და ბოროტად არ გვატყუებდით. წაიყვანეთ საშა. თქვენ ხომ ეს გინდოდათ? ორივენი ისეთი ახალგაზრდები და ლამაზები ხართ. თქვენ უნდა იცხოვროთ. მას იქ არაფერი ესაქმება, გესმით? არც თქვენ არაფერი დაგჩენიათ იქ. იქ ახლა საშინელი ხოცვა-ჟლეტა დაიწყება და თქვენი პატარა ტყუილით ვერაფერს შეცვლით. ეს ტყუილი არ არის, მტკიცედ უთხრა მუსიკოსმა. პატიოსან სიტყვას გაძლევთ. კარგი, ხელი აიქნა მოხუცმა. მე მზად ვარ დაგიჯეროთ, მაგრამ ჰანტერი ის ხომ ნორმალურად არც კი გინახავთ. სამაგიეროდ ბევრი მსმენია, ჩაიცინა ლეონიდმა. ის როგორ შეაჩერებთ მას თქვენი ფლეიტით? თუ გოგონიათ რომ გოგონას მოусმენს, მაშინ ახლა ისეთი რამ ხდება, მას უკვე აღარაფერი ესმის. სიმართლე გითხრათ, მუსიკოსი მოხუცისკენ დაიხარა. გულის სიღრმეში გეთანხმებით, მაგრამ საშა მთხოვს. მე კი რაც უნდა იყოს, ჯენტმენი ვარ და თვალი ჩაუკრა საშას. როგორ არ გესმით, რომ ეს თამაში არ არის? ჰომეროსი ხან გოგონას შეხურებდა ვედრებით, ხან ლეონიდს. ყველაფერი თამაშია, მშვიდად თქვა მუსიკოსმა.
თუ კი მართლაც მოსკვინის ვაჟი იყო, მუსიკოს მართლაც შეეძლო ეპიდემიის შესახებ სწონდოდა ისეთი რამ, რაც ჰანტერმაც კი არ იცოდა. არ იცოდა თუ თქმა არ უნდოდა, ჰომეროს ლეონიდი შარლატანად მიაჩნდა, მაგრამ იქნებ რადიაციას მართლაც შეეძლო ციებ-ცხელებისგან გაკურნება? სურვილისა და საღი აზრის საწინააღმდეგოდ მუსიკოსის სიმართლის დასამტკიცებლად მოხუცმა მტკიცებულებების შერჩევა დაიწყო. ბოლო დღეების განმავლობაში ხომ სწორედ ამას ნატრობდა. გამოდის ხველა სისხლიანი პირღებინება მხოლოდ დასხივების სიმპტომები იყო? დასხივების იმ დოზას, რომელიც მან კახოვსკაიას ხაზზე მიიღო, ბაქტერიები უნდა გაენადგურებინა. ეშმაკმა იცოდა, რით უნდა მოეხიბლა მოხუცი. და ასე იყოს, მაგრამ რა ეშველება ტულსკაიასა და ჰანტერს? საშას იმედი ჰქონდა, რომ შეძლებდა ჰანტერის გადაბირებას. გოგონა მართლაც ახდენდა ბრიგადირზე უცნაურ გავლენას, მაგრამ ლაგამი, რომლის ამოდებასაც საშა ცდილობდა, ბრიგადირში მებრძოლ ერთ-ერთ ნახევარს თუ აბრეშუმისად ეჩვენებოდა, მეორეს გავარვარებული რკინასავით სწვავდა. საქმე ის იყო, რომელი მათგანი აღმოჩნდებოდა გადამწყვეტ მომენტში გარეთ. ამჯერად პოლიანკას არაფრის ჩვენება არ უნდოდა. არც მისთვის, არც საშასთვის და არც ლეონიდისთვის. სადგური ცარიელი, გაქვავებული და მკვდარი იყო. ეს კარგ ნიშნად უნდა მიეღოთ თუ ცუდად, ჰომეროსმა არ იცოდა. რას ნიშნავს ზურმუხტის? მოულოდნელად იკითხა საშამ. ზურმუხტი გამჭვირვალე მწვანე ქვა, აუხსნა დაბნეულმა ჰომეროსმა. ზურმუხტის უბრალოდ მწვანეს ნიშნავს. საინტერესოა, თქვა ჩაფიქრებულმა გოგონამ. ესე იგი, ის მაინც არსებობს. რას გულისხმობ? გამოფხიზლდა მუსიკოსი. არც ისე მარტივია, საშამ ლეონიდს შეხედა. ამიერიდან მეც დავიწყებ მის ძებნას, შენი ქალაქის ძებნას და ოდესმე აუცილებლად ვიპოვი მას. ჰომეროსმა თავი გააქნია. ვერაფრით იჯერებდა, რომ მუსიკოსის აღიარება, რომელმაც საშა გაასულა და სპორტსინაიაზე შეიტყუა, გულწრფელი იყო. გოგონა კი გამუდმებით რაღაცაზე ფიქრობდა, ჩურჩულებდა. რამდენჯერმე ამოიოხრა კიდეც. მერე კი გამომცდელად შეხედა მოხუცს. შენ ყველაფერი ჩაიწერე, რაც მე გადამხდა? მე ვწერ, კარგი, თავი დაუქნია გოგონამ. სერპუხოვსკაიაზე უბედურება ტრიალებდა. შესასვლელს ჰანზას გაორმაგებული დაცვა იცავდა. პირქუში სიტყვა ძუნწი ჯარისკაცები კატეგორიულ უარს აცხადებდნენ ჰომეროსისა და დანარჩენების შეშვებაზე. არც ტყვიებს, რომელსაც მუსიკოსი აჩხრალებდა და არც მის საბუთებს შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ბოლოს მოხუცმა მოიფიქრა და ანდრეი ანდრეევიჩთან დაკავშირება ითხოვა. ნახევარი საათის შემდეგ ნამძინარევი მეკავშირე მოვიდა და მსხვილი კაბელი გაშალა. ჰომეროსმა მკაცრი ტონით ჩასძახა ყურმლისში, რომ ისინი ორდერის კოჰორტის ავანგარდში იყვნენ. ეს ნახევრად სიმართლე მხოლოდ იმისთვის იყო საკმარისი, რომ სამივენი დარბაზის გავლით გაეყვანა დობრინინსკაიას უფროსის მისაღებში. დარბაზში ისეთი დახუთულობა იყო, თითქოს მთელი ჰაერი ამოტუმბესო. მიუხედავად იმისა, რომ ღამე იყო, სადგურის უფროს არ ეძინა. გაქაფული და გაჩეჩილი, ჩაცვენილი თვალები და ალკოჰოლის სუნით აყროლებული თავად შეეგება მათ კარის ღრუბლზე. ორდინარეცი ოთახში არ იყო. ანდრეი ანდრეევიჩმა ნერვიულად შეათვალეარა ისინი და ჰანტერი რო ვერ შენიშნა, ამოიხრიალა. მალე მორჩებიან იქ? მალე დაბეჯითებით დაპირდა ჰომეროსი. სერპუხოვსკაია სადაცაა აჯანყდება. სადგურის უფროსი ოფლის წმენდით გადი გამოდიოდა მისაღებში. ვიღაცამ გაავრცელა ხმა ეპიდემიის შესახებ. არავინ იცის რის უნდა გვეშინოდეს. ჭორს ავრცელებენ, რომ შეიძლება აირწინაღმა არც კი დაგვიცვას. არ იტყუებიან, სიტყვა ჩააკვეტა ლეონიდმა. ტულსკაიასკენ მიმავალი სამხრეთის გვირაბის ერთ-ერთი ბლოკპოსტი მთლიანად გაიქცა. შიშარა ნაბიჯვრები მეორეში, სადაც სექტანტები ცხოვრობენ, ჯერ დგანან. ამ ფანატიკოსებმა ალყა შემოარტყეს ამამტყოფებს და განკითხვის დღეზე უქადაგებენ მათ. ახლა ჩემს სადგურზე საოცარი ამბები დაიწყება. სად არიან ჩვენი მხსნელები? დარბაზიდან ლანძღვა გინება, ვიღაცის ყვირილი და გუშაგების ყეფა ისმოდა. ანდრეი ანდრეევიჩი თავის ბუნაგში შეძვრა, ისე რომ პასუხი არ მიუღია და ნელა დაისხა ჭიქაში სასმელი. მისი ორდინარეცის მაგიდაზე, თითქოს ოთახიდან უფროსის გასვლას ელოდა. ტელეფონის წითელი ნათურა აინთო ლეიკოპლასტირზე გაკეთებული წარწერით ტულსკაია. ჰომეროსი წამით შეყოყმანდა. მაგიდისკენ გაეშურა, გამომშრალი ტუჩები მოილოკა, ღრმად ჩაისუნთქა და ჩასახა. დობრინინსკაია გისმენთ. რა უთხრა? არწივი გაშტერებული მიუბრუნდა მეთაურს.
მეთაური კი უგონოდ იყო. ამღრეულ თვალებს მოუსვენრად ატრიალებდა, თითქოს ფარდა ჩამოაფარეს და ვეღარაფერს ხედავსო. მის სხეულს დროდადრო მომაკვდავის ხველა შეატოკებდა ხოლმე. ალბათ ფილტვი აქვს გახრეტილიო, დაასვნა არწიომა. ცოცხლები ხართ, იყვირა არწიომა. ავადმყოფები გამოიქცნენ. მერე გაახსენდა, რომ მათ არ იცოდნენ რა ხდებოდა ტულსკაიაზე. ყველაფერი უნდა მოეყოლა და აეხსნა. პლატფორმაზე ქალი კიოდა და ტყვიამფრქვევი გუგუნებდა. ხმები კარის ღრიჭოდან აღწევდა, მათ ვერსად გაექცეოდი. მავთულის მეორე მხრიდან მას რაღაცას პასუხობდნენ, ეკითხებოდნენ, მაგრამ ხმაც უდად ისმოდა. მათ შესასვლელი უნდა გადაუკეტოთ, იმეორებდა არწომი. ესროლეთ, თქვენთან არ შემოუშვათ. მიხვდა, რომ ავადმყოფების გამორჩევა შეუძლებელი იყო, არც დასივება, არც ნახეთქები, არც საშინელი სუნი. ახლად დასნებოვნებულები სრულიად ჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ. ყველას ესროლეთ, მექანიკურად გასცა ბრძანება. მაგრამ თუ კი თვითონ ეცდებოდა სადგურის დატოვებას, მასაც ხომ ესროდნენ? გამოდის თვითონვე გამოუტანა თავის თავს განაჩენი. გამოდის არა ვერ გააღწევდა. სადგურზე ჯანმრთელი აღარავინ იყო. არწიომა თავი აუტანლად მარტოსულად იგრძნო და შეეშინდა, რომ ადამიანს, რომელიც მას დობრინინსკაიადან ელაპარაკებოდა, დრო აღარ ჰქონდა სალაპარაკოდ. გთხოვთ ყურმილი არ დაკიდოთ, სთხოვა ვედრებით. არწიომა არ იცოდა, რაზე უნდა ელაპარაკა უცნობ ადამიანთა და იმის მოყოლა დაიწყო, თუ რამდენ ხანს ცდილობდა მათთან დაკავშირებას. როგორ ეშინოდა, რომ მთელ მეტროში ერთი ცოცხალი სადგურიც კი აღარ არსებობდა. მერე კი გაიფიქრა, იქნებ მომავალში ვრეკავ, სადაც აღარავინაა გადარჩენილიო და ესეც უთხრა. ახლა არ უნდა შეშინებოდა, რომ სულელურად გამოიყურებოდა. ახლა საერთოდ არაფრის უნდა შეშინებოდა. ოღონდ კი ვინმესთან ელაპარაკა. პოპოვ დაიხრიალა ზურგს უკან მეთაურმა. ჩრდილოეთის საგუშაგოს დაუკავშირდი? ჰერმეტული ჭიშკრები გადაკეტილია? არწიომი შემობრუნდა, თავი გააქნია. უდღეურო, მეთაურმა სისხლი გამოახველა. უმაქნისო, მომისმინე, სადგური დანაღმულია. მილები ვიპოვე ზემოთ, გრუნტის წყლების ნაკადისთვის, იქ ჩავაწყვე ნაღმები. ავაფეთქებთ და მთელ ტუსკაიას დატპორავს. ნაღმის კოორდინატები აქ მაქვს ოთახში. ჩრდილოეთის გვირაბი უნდა დაიკეტოს და შემოწმდეს. გამაგრებულია თუ არა სამხრეთის გვირაბი. სადგური უნდა დაიკეტოს, რომ წყალი სხვაგან არ წავიდეს. დაკეტე, გასაგებია? როდესაც ყველაფერი მზად იქნება, მეტყვი. საგუშაგოსთან არის კავშირი? არის, თავი დაუქნია არწიომა. არ დაგავიწყდეს შენ თვითონ ჭიშკრის აქეთა მხარეს დარჩენა. მეთაურმა გაღიმება სცადა, მაგრამ ხელა აუვარდა. თორემ არამეგობრული საქციელი იქნება. მაგრამ თქვენ როგორ იქნებით აქ? ნუ გეშინია პოპოვ, თვალები მოჭუტა მეთაურმა. ყოველი ჩვენგანი თავისი საქმისთვისაა დაბადებული. მე იმისთვის ვარ, რომ ეს ძაღლები დავახჩო. შენ კი იმისთვის, რომ ლუქები გახსნა და მართალი ადამიანივით მოკვდე. გასაგებია? არის, გაიმეორა არწიომა. შეასრულე. ყურმილი დადუმდა. ტელეფონის ღმერთების ახირებით ჰომეროსმა ყველაფერი მშვენივრად გაიგონა, რასაც მას ტულსკაიას მორიგე ეუბნებოდა. ბოლო რამდენიმე ფრაზის გარჩევა კი ვერ შეძლო. შემდეგ კი კავშირი საერთოდ გაწყდა. მოხუცმა თავი ასწია და თავწამომდგარი ანდრეევიჩის უზარმაზარი სხეული დაინახა. მუქი ლურჯი კიტელის იღლიებში მუქი ლაქები ემჩნეოდა, სქელი ხელები უკანკალებდა. რა ხდება იქ? იკითხა მან. სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი ჰომეროსმა. ყველა თავისუფალი ადამიანი სერპუხოვსკაიაზე გადაისროლეთ. არ გამოვა. ანდრეევიჩმა შარვლის ჯიბიდან მაკაროვი ამოიღო. სადგურზე პანიკაა. ყველა ერთგული ადამიანი წრიული ხაზის გვირაბის შესასვლელებში დავაყენე, რომ აქედან მაინც ვერავინ შეძლოს გასვლა. მათი დამშვიდება შეიძლება. გაუბედავად ურჩია ჰომეროსმა. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ციებ-ცხელების განკურნება შესაძლებელია რადიაციით. უთხარით მათ. რადიაციით? სადგურის უფროსს სახე დაემანჭა. თქვენ თვითონ გჯერათ ამ სისულელის? მიბრძადით, ნებას გრთავთ. მან ირონიულად სალამი მისცა მოხუცს. კარი გაიჯახუნა და თავის კაბინეტში ჩაიკეტა. რა უნდა ქნან? ეხლა ვეღარც მუსიკოსთან და საშასთან ერთად გაიქცევა აქედან. ან კი სად არიან ისინი? მოხუცი დერეფანში გამოვიდა. აკანკალებული გული ხელით ეჭირა. სადგურზე გაიქცა მათი სახელების ძახილით. საშა და ლეონიდი აღარსად იყვნენ. დობრინინსკაია ქაოსს მოეცვა. ბავშვიანი ქალები და მამაკაცები ფუთებით დასუსტებული ჯაჭვს არღვევდნენ. გადაბრუნებულ კარებს შორის
მოროდიორებით დათარეშობდნენ, მაგრამ მათ ყურადღებას არავინ აქცევდა. ჰომეროს ადრეც ენახა მსგავსი. მალე ისინი წაქცეულებს გადათელავდნენ, შემდეგ კი უიარო ხალხს ესროდნენ. და ამ დროს თვითონ გვირაბმა დაიკვნეს. ხმაური და ყვირილი მიწყდა და გაუცებულმა წამოძახილმა შეცვალა. უჩვეულოდ ძლიერი ხმა ახლოვდებოდა. თითქოს 1000 წლეულების წინ დაკარგული რომის ლეგიონის ცივი მილები ღრიალებდა და დობრინსკაიაზე ამოხეთქას ლამობდა. ჯარისკაცები აფორიაქდნენ, ჯებირები გასწიეს. გვირაბის პირიდან რაღაც უზარმაზარი გამოჩნდა, შეჯავშნული მატარებელი. ძიმე გისოსებში ჩასმული ფოლადის კაბინა, გვერდებზე გამოჭრილი სათოფურები და ორი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი. მატარებლის გრძელი სხეული მეორე რქიანი თავით ბოლოვდებოდა. ასეთი მონსტრი ჰომეროსაც კი არასოდეს ენახა. ჯამშანზე ყვავივით შავი უსახო ქანდაკებები ისხდნენ შავ კოსტუმებში. ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებოდნენ ჯავშან ჟილეტებში, არნახული აირწნაღებითა და სამგზავრო ზურგჩანთებით, თითქოს საერთოდ არ ეკუთვნოდნენ არც ამ სამყაროს და არც ამ დროს. მატარებელი გაჩერდა. აბჯარასხმული მოსულები ყურადღებას არ აქცევდნენ ბრბოს, რომელიც ყვირილით გარბოდა. პლატფორმაზე გამოვიდნენ და სამზოლად გამწკრივდნენ. შემდეგ ერთდროულად შებრუნდნენ და ფეხაბწყობილი გრიალით წავიდნენ სერპუხოვსკაიას გადასასვლელისკენ. ჩექმების ხმამ ხალხის ჩურჩული და ბავშვების ტირილი გადაფარა. მოხუცი მაშინვე უკან აედევნა მათ. ათობით მებრძოლში ჰანტერის ამოცნობას ცდილობდა. თითქმის ყველანი ერთი სიმაღლისანი იყვნენ. უფორმო გაუმტარი კომბინეზონი ყველას ერთნაირად ზუსტად მოერგო. ყველა ერთნაირად მძიმედ იყო შეიარაღებული. ცეცხლმტყორცნების ზურგჩანთები, მაყუჩიანი სნაიპერული შაშხანები, არანაირი სამკერდე ნიშანი, არანაირი გერბი, არანაირი განმასხვავებელი ნიშანი. ალბათ ერთ-ერთია იმ სამიდან, წინ რომ მიაბიჯეებს, მოხუცი სირბლით წამოეწია კოლონას. მებრძოლებს აირწინაღებში უყურებდა, სადაც ერთნაირ უემოციო მზერასა და გულგრილობას აწყდებოდა. მოსულებიდან არც ერთი არ სცემდა ხმას, ვერც ერთი ვერ ცნობდა ჰომეროს. იყო კი მათ შორის ჰანტერი? უნდა ყოფილიყო. გადასასვლელისკენ მიმავალ გზაზე ჰომეროსმა ვერც საშა და ლეონიდი დაინახა. ნუ თუ საღმა აზრმა იჩინა თავი და მუსიკოსმა გოგონა ცოდვის ტრიალისგან შორს გადამალა. ოღონ სადმე შეეფარებინა თავი ამ სისხლიანი ბრძოლის დასრულებამდე. მერე კი ჰომეროსი როგორმე მოელაპარაკებოდა ანდრეი ანდრეევიჩს, თუ კი ის მანამდე შუბში ტყვიას არ დაიხლიდა. წყობრი მიაპობდა ხალხის მასას და წინ მიიწევდა. წინ გადადგომას ვერავინ ბედავდა. ჰანზას მესაზღვრეებიც კი უსიტყვოდ უთმობდნენ გზას. ჰომეროსმა გადაწყვიტა კოლონას უკან გაყოლოდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ საშა არაფერს მოიმოქმედებდა. მოხუცის გაგდება არავის უცდია. დრეზინას ყეფით ადევნებულ ფინიაზე მეტ ყურადღებას არავინ აქცევდა. როდესაც გვირაბში შევიდნენ, კოლონის წინ მიმავალმა სამეულმა ფანრები აანთო. მათი უძლიერესი ნათება საკმაოდ დიდ მანძილზე ფანტავდა გვირაბის წვდიაც. არც ერთი მათგანი ხმას არ იღებდა, მძიმე არაბუნებრივი სიჩუმე იდგა. ცხადია, წვრთნის შედეგი იყო, მაგრამ მოხუცს არ ტოვებდა შეგრძნება, რომ მათი ფიზიკური წვრთნა სულიერის დათრგუნვის უკუპროპორციული იყო. ამის შედეგად კი მის წინაშე იყო სრულყოფილი სასიკვდილო მექანიზმი, რომლის ყოველი ელემენტიც უუფლებო იყო. მხოლოდ ერთი, სხვებისგან ვიზუალურად არაფრით გამორჩეული, ატარებდა პროგრამას. მის ბრძანებაზე ცეცხლი დანარჩენები დაუფიქრებლად გაუხსნიდნენ ცეცხლს ნებისმიერს. საბედნიეროდ ისინი იმ გვირაბით არ მიდიოდნენ, სადაც სექტანტების მატარებელი იყო გაჩხერილი. უბედურებს მცირე ხნით გაუხანგრძლივდათ სიცოცხლე განკითხვის დღემდე. ჯერ ტულსკაიას გაუსწორდებოდნენ და ამის შემდეგ მიხედავდნენ მათ. კოლონამ ჰომეროსისათვის შემუჩნევლ სიგნალზე ნაბიჯს უკლო. ჰომეროსი მალე მიხვდა, რომ სადგურს უახლოვდებოდნენ. მინასავით გამჭვირვალე სიჩუმე ვიღაცის კივილმა გააპო ლურსმანივით და კიდევ შორიდან ძლივს გასაგონა და სრულიად უადგილოდ ისე რომ ჰომეროს თავის ნორმალურობაში ეჭვი შეეპარა, გაისმა საოცარი მუსიკა. სანამ ყურმილმა მოხუცი მთლიანად ჩთანთქა, წყვეტილი ხმის გარდა, რომელიც მის დინამიკში ყიყინებდა, ვეღარაფერს ამჩნევდა. საშამ გადაწყვიტა, რომ გასაქცევად ამაზე უკეთესი მომენტი აღარ ექნებოდა. გვერდულად გამოვიდა მისაღებიდან, ლეონიდს დაელოდა და ისიც თან გაიყოლა. ჯერ სერპუხოვსკაიას გადასასვლელისკენ, შემდეგ კი გვირაბში, რომელიც მათთან მიიყვანდა, ვისაც ის სჭირდებოდა, მათთან სიცოცხლის გადარჩენად შეეძლო.
ამ გვირაბს მისი ჰანტერთან მიყვანაც შეეძლო. არ გეშინია? კითხა საშამ მუსიკოსს. მეშინია, გაუღიმა მან. სამაგიეროდ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს რაღაც ღირებულს ვაკეთებ. ვალდებული არ ხარ, ჩემთან ერთად წამოხვიდე, რომ დავიხოცოთ? შეგიძლია დარჩე სადგურზე და არსად არ წამომყვე. ადამიანისთვის მომავალი უცნობია. ლეონიდმა განსწავლული სახით თითი ზემოთ ასწია და ლოყები დაბერა. ადამიანი თვითონ წყვეტს როგორი იქნება მისი მომავალი, გააპროტესტა საშამ. კარგი რა, გაეცინა მუსიკოსს. ჩვენ ყველანი მხოლოდ ლაბირინთში მორბენალი ვირთხები ვართ. გასასვლელებში საკეტი კარია მოწყობილი, რომელსაც ის, ვინც ჩვენ შეგვისწავლის ხან მაღლას წევს, ხან კი დაბლა. სპორტივ ნაიაზე თუ კარი დაშვებულია, ვერაფრით ვერ მოხვდები. აფხაჭუნე რამდენიც გინდა, ხოლო თუ შემდეგი კარის მიღმა მახია, მაინც გაებმები მასში, თუნდაც წინასწარ იცოდე, რადგან სხვა გზა არ არსებობს. მთელი შენი არჩევანი ისაა, განაგრძო სირბილი, თუ პროტესტის გამო უძრაობაში მოკვდე. ნუ თუ გული არ გწყდება, რომ ასეთი ცხოვრება გაქვს, მოიღუშა საშა. მე გული მწყდება, რომ ჩემი ხერხემლის წყობა არ მაძლევს საშუალებას თავი ისე მაღლა ავწიო, რომ შევხედო იმას, ვინც ექსპერიმენტებს ატარებს. უპასუხა მუსიკოსმა. არანაირი ლაბირინთი არ არსებობს, ტუჩი მოიკვნიტა საშამ. ვირთხებს კი ცემენტის გამოხრაც შეუძლიათ. შენ მე ამბოხი ხარ, გაეცინა ლეონიდს, მე კი შემგუებელი. ტყუილია, თავი გააქნია საშამ. შენ გჯერა, რომ ადამიანის შეცვლა შესაძლებელია. მინდა მჯეროდეს, დააზუსტა მუსიკოსმა. ისინი მიტოვებულ ქვიშიან საგუშაგოს გასცდნენ. კოცონი ჯერ კიდევ არ იყო ჩამქრალი. ნაკვერჩხალი კი ისევ ელავდა. აქვე ეგდო გაქონილი, დაჭმუჭნილი ჟურნალი შიშველი ადამიანების ფოტოებით. კედელზე ნახევრად ჩამოგლეჯილი ჰანზას სამგზავრო დროშა ეკიდა. 5 წუთის შემდეგ პირველ გვამს გადააწყდნენ. მკვდარში ადამიანი ძნელი ამოსაცნობი იყო. ხელფეხი გადაეფარჩა, თითქოს დაღლილი დასასვენებლად წამოწოლილი იყო და ისე დასივებული იყო, რომ ტანსაცმელი ტანზე შემოხეოდა. სახე ნებისმიერ ურჩხულზე საშინელი ჰქონდა. ფრთხილად ხელისტაცა ლეონიდმა საშას. გადამდებია, რა მნიშვნელობა აქვს, კითხა გოგონამ. წამალი ხომ არსებობს, სადაც მივდივართ, იქ ყველა ავადმყოფია. წინიდან სროლის ხმები და ყვირილი მოისმა. დროულად მოვედით, აღნიშნა მუსიკოსმა. როგორც ჩანს, შენი მეგობრის მოსვლას არც კი დაელოდნენ. საშამ შეშინებულმა შეხედა მუსიკოსს. მერე გზნებარეთ დაბეჯითებით თქვა. არა უშავს, უბრალოდ მათ უნდა ავუხსნათ, იმედი უნდა მივცეთ. ღია ჰერმეტულ კართან მიწაზე პირქვე კიდევ ერთი გვამი ეკდო. ამჯერად ადამიანი მის გვერდით ხრიალებდა და შეშინებდა რკინის რადიო გადამცემი. მგონი ვიღაც გუშაგის გაღვიძებას ცდილობდა. გვირაბის გასასვლელთან მიმოყრილ ტომრებს ამოფარებული რამდენიმე ადამიანი ეკდო. მგონი მათ შორის ერთი მეტყვიან ფრქვევე და 2 ავტომატიანიც იყო. ეს იყო მთელი დაცვის ხაზი. გვირაბის ვიწრო კედლის ბოლოში და პლატფორმის დასაწყისში ხალხის საშინელი მასა თავს ესხმოდა ალყაშემორტყმულებს. ერთმანეთში ირეოდნენ ავადმყოფობისგან დამახინჯებული ადამიანების და ჯანმრთელებიც. ზოგს ფანარი ჰქონდა, ზოგს კი სინათლე აღარ სჭირდებოდა. ისინი, რომლებიც იწვდნენ, გვირაბს იცავდნენ, მაგრამ ტყუები გათავებოდათ. სროლის ხმა სულ უფრო იშვიათად ისმოდა და გათავებული და გათავხედებული ტალღა სულ უფრო და უფრო ახლოს მიიწევდა მათკენ. დამხმარე ძალა? მიუბრუნდა საშას ერთ-ერთი ალყაშემორტყმულთაგანი. ბიჭები დაუკავშირდნენ დობრინინსკაიას. დამხმარე ძალა. ხალხო, დაუყვირა საშამ ამობოქრებულ ბრბოს. წამალი არსებობს, ჩვენ ის ვიპოვეთ. თქვენ არ დაიხოცებით, მოითმინეთ, გთხოვთ, მოითმინეთ. ხალხის ტალღა მისი სიტყვების შთანთქა და უკმაყოფილოდ ამოაბოყინა. მეტყვი ამ ფრქვევამ ბოროტად მიუშვა ჯერი და რამდენიმე ადამიანი კუნესით ჩაიკეცა. მასა დუღდა და წინ მიიწევდა. მზად იყო გაეთელა, გაეგლიჯა საშაც, ლეონიდიც და ალყაშემორტყმულებიც, მაგრამ რაღაც მოხდა. ჯერ შეპარვით, მერე უფრო თავდაჯერებით, მძლავრად გაისმა ფლეიტის ხმა. ამაზე სულელური, ამაზე უადგილო, არაფერი შეიძლებოდა ყოფილიყო ამ სიტუაციაში. მცველებმა მუსიკოს გაოგნებული სახით შეხედეს. ტალღა აღრიალდა, ახარხარდა და ისევ მიაწვა. ლეონიდისთვის სულ ერთი იყო. ის უკრავდა არა მათთვის, არამედ ალბათი თავისთვის. სწორედ იმ საოცარ მელოდიას, რომელმაც საშა მოხიბლა, რომელიც ყოველ ჯერზე ათეულობით ადამიანს იზიდავდა.
ალბათ სწორედ მოულოდნელობის ეფექტის წყალობით და არა ფლეიტის ჯადოსნობით ტალღამ ზეწოლა შეასუსტა. ასე იყო თუ ისე სრულად შეწყდა. ლეონიდს დაკვრა არ შეუწყვეტია. ისე წავიდა წინ, თითქოს მის წინ ჩვეულებრივი პუბლიკა იყო, რომელიც ტაშსაც დაუკრავდა და ტყვიებსაც აჩუქებდა მას. საშას წამით მოეჩვენა, რომ მსმენელებში მამა დაინახა, დამშვიდებული და მოღიმარე. აი თურმე სადელოდა ქალიშვილს. გოგონას გაახსენდა, ლეონიდმა უთხრა, ეს მელოდია ტკივილს აყუჩებსო. ჰერმეტული ჭიშკრის მიღმა მოულოდნელად ნაადრევი გუგუნი მოისმა. თუ დესანტი დროზე ადრე მოვიდა, ესე იგი სიტუაცია ტულსკაიეზე არც ისე რთულადაა. იქნებ ბანდიტებმა უკან დაიხიას და ჰერმეტული ჭიშკარი დაკეტილი დატოვეს. ჯგუფი დაიშალა, მებრძოლები ტიუბინგების შვერილებს მიღმა მიიმალნენ. 4 ნიღა დარჩნენ დენის მიხაილოვიჩის გვერდით, ჭიშკართან იარაღ მომარჯვებულები. სულ ეს იყო. აი საკეტი ნელ-ნელა გადაიწევს გვერდით და რამდენიმე წუთის შემდეგ სევასტოპოლსკაიას 40 მძიმედ შეიარაღებული მებრძოლი ტულსკაიეზე შეიჭრება. ნებისმიერი წინააღმდეგობა დაძლეული იქნება და სადგურს თვალის დახამხამებაში აიღებენ. იმაზე მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე პოლკოვნიკს წარმოედგინა. დენის მიხაილოვიჩმა ვერც კი მოასწრო აირწინაღების გაკეთების ბრძანების გაცემა. კოლონამ ფორმა იცვალა. ახლა თითოეულ მწკრივში 6 ადამიანი იდგა და მთელ გვირაბს ავსებდა სიგანეზე. პირველმა მწკრივმა იარაღის ლულები ყალყზე შეაყენა, მეორემ კი სნაიპერის შაშხანები გაამზადა. შავი ლავასავით წავიდნენ წინ, აუჩქარებლად და მტკიცედ. ჰომეროსმა მომსვლელთა ფართო ზურგიდან თეთრი პროჟექტორის შუქზე მაშინვე დაინახა მთელი სცენა. რამდენიმე ჯარისკაცი, რომელიც სადგურს იცავდა, ორი გამხდარი ფიგურა, საშა და ლეონიდი და საშინელი ქვნილებების ჯოგი, რომელიც მათ გარშემო ერტყა. მოხუცში ყველაფერი ჩაწყდა. ლეონიდი უკრავდა საოცრად, წარმოუდგენლად, შთაგონებით როგორც არასდროს. მახინჯი არსებების ურდო ხარბად უსმენდა მას. დაწოლილი ჯარისკაცებიც კი წამომდგარიყვნენ, რომ მუსიკოსი უკეთ დაენახათ. მისი მელოდია გამჭვირვალე კედლით ორად ყოფდა მტრებს. უფლებას არ აძლევდა მათ ერთმანეთს შებმოდნენ უკანასკნელ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში. მზადყოფნა თქვა ათეულიდან ერთ-ერთმა შაუსანმა, რომელმა მთელი პირველი მწკრივი ცალმუხლზე დაეშვა, მეორემ კი შაშხანები გადმოიღო. საშა დაიყვირა ჰომეროსმა. გოგონა სწრაფად შებრუნდა მისკენ, მაგრამ თვალები მკვეთრმა შუქმა დაუხუჭა. ხელი წინ გაიშვირა და თვალდახუჭული წავიდა ფანრების შუქისკენ, ნელა როგორც ძლიერ ქარში. სინათლისაგან დაბნეული ხალხის მასა აზუზუნდა, დაიკვნესა და შემჭიდროვდა. ახალმოსულები იცდინდნენ. საშა ახლოს მივიდა მათ მწყობრთან. სად ხარ? უნდა გელაპარაკო, გთხოვ? მას არავინ უპასუხა. ჩვენ ვიპოვეთ ამ ავადმყოფობის წამალი. მისი განკურნება შესაძლებელია. არავის მოკლა არაა საჭირო, წამალი არსებობს. შავი ქვის ძეგლების საბრძოლო რაზმი დუმდა. გთხოვ, ვიცი რომ შენ არ გინდა. შენ მხოლოდ მათ გადარჩენას ცდილობდა და საკუთარი თავის და ამ დროს საბრძოლო მწყობრის ზემოდან ყრუ ხმა მოისმა. გაიწიე, არ მინდა შენი მოკლა. შენ არავის მოკლა არ გჭირდება, წამალი არსებობს, იმეორებდა სასოწარკვეთილი საშა და ნიღბიან ერთნაირ ადამიანებს შორის მიაბიჯებდა. ცდილობდა მათ შორის ის ერთადერთი ეპოვა. წამალი არ არსებობს. რადიაცია შველის. არ მჯერა. გთხოვ, ყვირილი აღმოხდა საშას. სადგური უნდა გაიწმინდოს. თუ არაფრის შეცვლა არ გინდა, რატომ იმეორებ იმას, რაც ერთხელ უკვე გააკეთე მაშინ შავებთან? რატომ არ გინდა მიტევება? ქანდაკება აღარაფერს პასუხობდა. ხალხი ახლოს მოიწევდა. საშა ვედრებით გადაუჩურჩულა მოხუცმა გოგონას, მაგრამ მას აღარაფერი ესმოდა. არაფრის შეცვლა არ შეიძლება. პატიებას ვერავის ვთხოვ. ბოლოს და ბოლოს გაისხმა ხმა. მე ხელი აღმართე და დავისაჯე. ყველაფერი შენშია, უკან არ იხედა საშა. შენ შეგიძლია თვითონ გაითავისუფლო თავი. შეგიძლია დაამტკიცო, რატომ ვერ ხედავ? ეს ხომ სარკია. ეს იმის ანარეკლია, რაც მაშინ გააკეთე 1 წლის წინათ. ახლა შეგიძლია სხვაგვარად მოიქცე, შეგიძლია მომისმინო, შანსი მისცე და თავადაც დაიმსახურო.
მე ურჩხული უნდა გამანადგურო, ხრინწიანად თქვა მწყობრმა, ვერ შეძლებ, იყვირა საშამ, ეს არავის არ შეუძლია. ის ყველაშია, ჩემშიც, მას ყოველ ჩვენგანში ზინავს. ის სხეულის სულის ნაწილია, ხოლო როდესაც იღვიძებს, შეუძლებელია მისი მოკლა, მისი ამოკვეთა, ის ისევ უნდა დაანანავო, უნდა მიაძინო. უცებ ბრბოდან გამხდარი ჯარისკაცი გამოსყლდა, შავი წყობრის გვერდით გაძვრა, ჰერმეტულ კართან მიირბინა, გადამცემის რკინის ყუთს ეცა, მიკროფონი მოხსნა და რაღაც ჩაზახა შიგ, მაგრამ მოკლედ დაიყეფა მაყუჩიანმა იარაღმა და ჯარისკაცი ჩაიკეცა. სისხლის დანახვაზე ხალხის მასა გამოცოცხლდა, გაიფხორა, გაბრაზებული აღრიალდა. მუსიკოსმა ბაგეზე მიიდო ფლეიტა და დაკვრა დაიწყო, მაგრამ მაგია გაფანტულიყო. ვიღაცამ ესროლა. ლეონიდს ინსტრუმენტი გაუვარდა და ორივე ხელი მუცელზე იტაცა. ცეცხლტყორცნების სატყორც მილებს ცეცხლი მოედო. საბრძოლო რაზმმა ახალი იარაღი ამოიღო და ერთი ნაბიჯი წინ გადადგა. საშა ლეონიდისკენ გაიქცა. მზად იყო ხალხის ტალღას შეჯახებოდა, რომელიც გარშემო მოეხვია წაქცეულს და არ სურდა გოგონასათვის დაეთმო ის. არა, თავს ვეღარ იკავებდა. მერე ასეულობით მახინჯის წინააღმდეგ, მკვლელთა ლეგიონის, მთელი სამყაროს წინააღმდეგ მარტო დარჩენილმა ჯიუტა თქვა: სასწაული მინდა. შორს დაიგრუხუნა, თაღები შეზანზარდა, ხალხი შეიკრა და უკან დაიხია. მოსულებმაც უკან გადადგეს ნაბიჯი. მიწაზე წვრილი ნაკადები მოედინებოდა, ჭერიდან პირველი წვეთები ეცემოდა, მუქი ნაკადები სულ უფრო მატულობდა. ამოხეთქა, დაიყვირა ვიღაცამ. შავმა ადამიანებმა სასწრაფოდ დატოვეს ადგური, ჰერმეტული ჭიშკრისკენ დაიხიეს, მოხუციც მათ დაედევნა, თან საშას უყურებდა. გოგონა ადგილიდან არ იძროდა, ზემოდან წამოსულ წყლის ნიაღვარს სახესა და ხელებს უშვერდა და იცინოდა. ეს ხომ წვიმაა, ყვიროდა ის. ის ყველაფერს გადარეცხავს, ყველაფრის თავიდან დაწყება იქნება შესაძლებელი. შავი დანაყოფი საკეტებს გასცდა. მათ გაჰყვა ჰომეროსიც, რამდენიმე მოსული ჰერმეტული კარის საკეტს დააწვა. ტუსკაიას ჩაკეტვა და წყლის ნაკადის შეჩერება სცადა. საკეტი დანებდა და ნელა დაიძრა. მოხუცი უკან გავარდა საშასკენ, რომელიც ჩასაძირად განწირულ სადგურზე დარჩა, მაგრამ მას ხელი სტაცეს და ჯანდაბაში მოისროლეს. რაზმს ერთი შაოსანი გამოიყო. კარის ღრიჭოს მივარდა, ხელი გაუშვირა გოგონას და დაუყვირა. აქეთ შენ მე მჭირდები. წყალი უკვე წელამდე იდგა, უცებ ქერა თავმა ჩაყვინთა და გაუჩინარდა. შავმა ადამიანმა ხელი გამოსწია და კარი დაიკეტა. კარი მაინც არ გაიღო, გვირაბი შეზანზარდა. საკეტის მეორე მხრიდან ფოლადის ფილას წყლის ტალღა შეეჯახა და აფეთქების ექო მიგრიალა. დენის მიხაილოვიჩი რკინის კარს მიეყრდნო, ყური მიუგდო, ლოყიდან სისველე მოიწმინდა, გაოცებულმა შეხედა სველ ჭერს. უკან მივდივართ, ბრძანა მან, აქ ყველაფერი დასრულებულია. ეპილოგი. ჰომეროსმა ამოიოხრა და ფურცელი გადაშალა. რვეულში ორიოდე ცარიელი გვერდიღა დარჩენილიყო. რა დაწეროს, რა გაწიროს და გამოტოვოს? ხელი კოცონისკენ გაიშვირა, რომ გათოშილი თითები გაეთმო და დაესვენებინა. მან თავად ითხოვა სამხრეთის გვირაბში სამორიგეოდ გაშვება. აქ სახით გვირაბისკენ უკეთ მუშაობდა, ვიდრე შინ სევასტოპოლსკაიაზე, მკვდარი გაზეთების გროვაში, რომელსაც ასე უფრთხილდებოდა ელენა. ბრიგადირი დანარჩენი გუშავგებისგან მოშორებით იჯდა სინათლისა და სიბნელის გასაყარზე. საინტერესოა, რატომ აარჩია სევასტოპოლსკაია? კითხა მოხუცმა თავის თავს. ალბათ იყო რაღაც ამ სადგურში. ჰანტერმა მაინც არ მოუყვა მოხუც რა მოეჩვენა პოლიანკაზე, მაგრამ ჰომეროსმა იცოდა ეს წინასწარმეტყველება კი არა, გაფრთხილება იყო. დატპორილი ტუსკაიადან წყალმა ერთი კვირის შემდეგ გამოხეთქა. დარჩენილ წყალს კი წრიული ხაზიდან მოტანილი უზარმაზარი საქაჩებით ტუმბავდნენ. ჰომეროსი მოხალისედ წავიდა იქ პირველივე მზვერავებთან ერთად. თითქმის 300 ცხედარი. ზიზღიც დაივიწყა და სიბრალულიც, თავად იქექებოდა საშინელ ცხედრებში. ეძებდა.
ის მერე კიდევ დიდხანს იჯდა იმ ადგილას, სადაც უკანასკნელად ნახა საშამ, სადაც ვერ მოასწრო, ვერ გაბედა, მასთან დაბრუნებულიყო, ან გადაერჩინა, ან მასთან ერთად დაღუპულიყო. უსასრულო მწკრივად მიედინებოდნენ ავადმყოფები და ჯანმრთელები სევასტოპოლსკაიასკენ, კახოვსკაიას ხაზის სამკურნალო გვირაბებში. მუსიკოს ტყუილი არ უთქვამს, გამოსხივება მართლაც აჩერებდა ავადმყოფობას. იქნებ ის საერთოდ არ იტყუებოდა, იქნებ მართლაც იყო სადღაც ნამდვილი ზურმუხტ ქალაქი, მხოლოდ ჭიშკარი იყო მოსაძებნი. ან იქნებ ის სწორედ იმ კართან მიდიოდა, მაგრამ ჯერ არ დაემსახურებინა მისი გახსნა, ხოლო როდესაც წყალმა ამოხეთქა, უკვე ძალიან გვიან იყო. თუმცა ზურმუხტ ქალაქი კი არ იყო კიდობანი, ნამდვილი კიდობანი თავად მეტრო იყო. ბობოქარი წყლისგან, ნოეს, სემისა და ქამის, მართალის გულგრილისა და არამზადას უკანასკნელი თავშესაფარი, ყველასი, ვისაც ანგარიში გასასწორებელი ჰქონდა. ისინი ძალიან ბევრნი იყვნენ და ყველანი ნამდვილად ვერ დაეტეოდნენ ამ რომანში. ცარიელი ფურცლები თითქმის აღარ დარჩა. მისი წიგნი კიდობანი კი არა, ქაღალდის გემი იყო და ყველა ადამიანს ვერ დაიტევდა, მაგრამ ჰომეროს ეჩვენებოდა, რომ თითქმის გამოსდიოდა ფრთხილი შტრიხებით რვეულის გვერდებზე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დაეტანა, ბრბოს კი არა ადამიანის შესახებ. წასულებზე მოგონებები არ ქრება, ფიქრობდა მოხუცი. მთელი ჩვენი სამყარო სხვა ადამიანების ფიქრებითა და საქმეებითაა ნაქსოვი. ზუსტად ისე, როგორც ყოველი ჩვენგანი მოზაიკის წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიღებული უამრავი დეტალისგან შევდგებით. მათი კვალი თავიანთი სულის ნაწილი დატოვეს შთამომავლებისთვის, უბრალოდ დაკვირვებაა საჭირო. ქაღალდისგან, მოგონებებისა და ნაფიქრისგან შეკოწიწებული მის გემს შეუძლია დროის ოკეანეში უსასრულოდ იცუროს, სანამ ვინმე არ აიღებს, არ დაათვალიერებს და არ მიხვდება, რომ ადამიანი არასოდეს შეცვლილა. სამყაროს დასასრულის შემდეგაც კი თავისი ერთგული დარჩა. ღვთიურ ცეცხლს კი, რომელიც ერთხელ ჩაიდო მასში, ქარი აწვალებდა, მაგრამ არ აქრობდა. მისი პირადი ანგარიში უკვე გასწორებული იყო. ჰომეროსმა თვალები დახუჭა და მკვეთრი შუქით განათებული ბრწყინვალე სადგურზე აღმოჩნდა. პლატფორმაზე შეკრებილი ათასობით გამოპრანჭული ადამიანი იმ დროს ეკუთვნოდა, როცა თავად ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როცა აზრად არავის მოუვიდოდა მისთვის ჰომეროსი დაეძახა, როცა მამის სახელითაც კი არ მიმართავდნენ. გამოპრანჭულებს ნელ-ნელა აქაური მეტროში მცხოვრები ადამიანები ემატებოდნენ. ერთმანეთის დანახვა არ უკვირდათ, მათ რაღაც აერთიანებდათ. ყველანი რაღაცას ელოდნენ, გვირაბის ბნელ თაღს შესქეროდნენ. მოხუცი ახლა უკვე ცნობდა ამ სახეებს. აქ მისი ცოლშვილიც იყო, თანამშრომლებიც, კლასელებიც, მეზობლები და ორი საუკეთესო მეგობარი, აჰმედის და საყვარელი არტისტებიც. აქ იყო ყველა, ვინც მას ახსოვდა. აი გვირაბი განათდა და სადგურზე უხმოდ შემოვიდა მეტროს მატარებელი, ნათელი ფანჯრებით გაკრიალებული კედლებით, დაზეთილი ბორბლებით. მემანქანის კაბინა ცარიელი იყო, შიგ გაუთოებული თეთრი პერანგი და კიტელი ეკიდა. ეს ჩემი ფორმა და ჩემი ადგილია, გაიფიქრა მოხუცმა. კაბინაში შევიდა, ვაგონების კარი გააღო და დაასიგნალა. ვაგონებში ხალხი შევიდა, სკამებზე დასხდნენ. ადგილი ყველას ეყო. დამშვიდებული მგზავრები იღიმებოდნენ, მოხუციც იღიმებოდა. ჰომეროსმა იცოდა, რომ როგორც კი თავის წიგნში ბოლო წერტილს დასვამდა, ეს ბედნიერი ადამიანებით სავსე ელვარე შემადგენლობა სევასტოპოლსკაიადან უსასრულობაში გაემგზავრებოდა. უცებ სულ ახლოს გვერდიდან ყრუ არაადამიანური კუნესა მოესმა და ჯადოსნური სიზმრიდან გამოაფხიზლა. მოხუცი შეხტა, ავტომატს დასვდა. ბრიგადირი კუნესოდა, ჰომეროსი წამოდგა, დააპირა მისულიყო და ჰანტერისთვის დაეხედა, მაგრამ მან ისევ დაიკუნესა, ცოტა უფრო ხმამაღლა, ისევ, ახლა ცოტა ხმადაბლა. ჰომეროსი ყურებს არ უჯერებდა, ბრიგადირი ხრიალით მოუხერხებლად ღიღინებდა მელოდიას. ეშლებოდა, უკან ბრუნდებოდა და ჯიუტად თავიდან იწყებდა. ასწორებდა, ჩუმად მღეროდა, როგორც იავნანას. ის მელოდია იყო, რომელსაც ლეონიდმა მაინც
არაფერი დაარქვა. საშას სხედარი ჰომეროსმა ტულსკაიაზე მაინც ვერ იპოვა. კიდევ რა?